ჩამოთვალე სამი რაღაცა, რაც მოგეწონა ჩემში, რომ დამინახე პირველად. თვალები, თმები, სახე, თანი. რა გასაუბრე. მე გულახდილი არის ხარ? რა იცი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ მუსკულებს. გამარჯობა. გვანცა და გიორგი. მოიდგით გემრიელი სასუსნავები, ჯანმრთელი სასუსნავები და დავიწყოთ. ახალი ამბებით ვიწყებთ, მაგრამ მანამდე შენ გაქვს სიახლე, რომელიც უნდა გაგვაცნო. კი. გადავწყვიტე ჩვენი ოჯახის 3 წევრი გავაცნო ჩვენს მაყურებელს. ალფი, როზა და გვადალუპე. ალფი, როზა და გვადალუპე. რაც შეეხება დანარჩენ თემებს. ხო, ამას გზა გადაცემის განმავლობაში გავაცნობთ. კი ბატონო. რაც შეეხება დანარჩენ თემებს, გვექნება დღის თემა, სოციქსელებში მოქცევის წესები, სამი საინტერესო ფაქტი, ჩვენი მაყურებლის კომენტარები, რამდენიმეს გავცემთ პასუხს, რჩევები და ბოლოს პატარა თამაში. კი ბატონო, სოციალურ ქსელებში მოქცევის წესები არის დღის თემა, რაზეც უნდა გავშალოთ. წესები და უწესობა. ხო, რა გვიშლის ნერვებს სოციალურ ქსელებში, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რას ვაკეთებთ, რა ჩვევები გვაქვს. ყველაფერი. ადრერეებს შევღდით ხოლმე და აღარ შვებით, ეგეც განვიხილოთ. კი. კარგი, და ისე გავაგრძელოთ ახალი ამბებით. გავაგრძელოთ. ეგ იარაღის ტარების ამბები მაინტერესებს. ხო, და აი მაგიტო თქვი რომ შენს გაინტერესებს და შენც ხო დადიოდი იარაღით. და ბევრს დაინტერესებს კიდე და მოკეთ ესეთი ამბავია რომ ოცნების პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი შესაბამისად მიიღებენ რომ წიწაკის სპრეის ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის მხოლოდ შსს ნებართვის შეძენა გულისხმობს ანუ მარტო შსს-მ უნდა მოგვცეს უფლება რომ იყიდო წიწაკის სპრეი ელექტროშოკი და აკუსტიკური იარაღის უბრალოდ ხმას რომ გამოსცემს რო ისვრი რა ელექტროშოკური მოწყობილობა იკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში არ შეიძლება საერთოდ რო კონდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეიძლება ატარონ ელექტროშოკი. ეს პატარა მოწყობილობაა და დენს რო გიტყოს. ვიცი, მე დავდიოდი მაგით, დავდიოდი. ხო და შენ დადიოდი ადრე მახსოვს რა სიტყვი ხა ამ კანონზე. რაღაცა ხوارთლი რა თავდაცვის საშუალებებს გიზღუდავს. კი. ცხოვრებაში. აუცილებლად. აი რომ დადიოდი, გამოყენება არასდროს არ დაგჭირდა ელექტროშოკი. არა, არ დამჭირვები არასდროს. სადა მე გამიცნობდი, მანამდე ხო დადიოდი ელექტროშოკი. სანამ შენ გაგიცნობდი, მანამდე ეხა ისე დაცულად გქნო შენს გვერდით. არა, მართლა ეგრეა. სანამ არა, მე ვთვლი რომ სწორშვებოდი და რა ვიცი. ყველა გოგომ უნდა ქნას ეგ რომ თან ეხა რაღაცა თავდაცვაშულება კონდეს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გვიანობამდე მიწევდა კონცერტი იქნებოდა თუ ივენთი იქნებოდა, კაფეში დაუკრავდი თუ ისე კონცერტი იქნებოდა, დილით და დღისით ძალიან იშვიათად რო იყოს ეხა ეგეთი რაღაცები. ძირითადად არის საღამოს, მოვდიოდი ღამე სახლში. და რაღაცა გჭირდება რა ეხა რო ატარო ღამით რომ მოდიხარ ჩამონელებული. ხო, ტაქსიოზე ხარ მარტო სადარბაზოში მარტო ქუჩაში მარტო. კი, ყოველთვის ისეთ ჯიბეში მე და ხოლმე ჩანთის რომ აი ძალიან უცეფრე ამაზეც ვიზრუნე რა და ხო ეხა არ ვიცი, აი კაი, ნუ დავუშვათ იარაღი არა, ელექტროშოკი არა, თუმცა არ ვიცი ელექტროშოკი რატო არა. აი სპრეის ტარება რა ნებართვა უნდა გჭირდებოდეს რომ წიწაკის სპრეი ატარო. არ ვიცი ხო აი თან ეს ზიანს ანუ იმ მომენტში აყენებ ისეთ ზიანს რომ ვერაფერს ვეღარ იზამს რა ეგ მომენტია თორე ანუ ხანგრძლივ პერსპექტივაში ის არ დაუშავებს ხო არაფერს სპრეი აი რა უნდა გიქნას ახლა ხო რა პრობლემა არის რომ წიწაკის სპრეი გედოს შანთაში ნებართვის გარეშე არ ვიცი თან რა არის ხოლმე იცი აი ხშირად არის ჩვენთან რომ რაღაცა კანონს რომ მიიღებენ ხოლმე როგორც უნდა ხდებოდეს წესით რა რომ რაღაცა პრობლემა უნდა დადგეს ქვეყანაში აი რაღაცა უნდა მივიდეს და ყველა ქვეყანას სხვა კანონი აქვს იმიტომ რომ სხვადასხვა რეალობა აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული და ამ ქვეყანაში შეიძლება ჩათვალო რომ მოდი ეს პრობლემა ასე მოვაგვაროთ და ეს კანონი მივიღოთ აი მე გვერდზე ქვეყანაში შეიძლება ჩათვალო რომ იგივე პრობლემა აქვს და სხვანაირად მოვაგვაროთ ანუ ყველა კანონს წინ უნდა უძღოდეს რაღაცა ამბავი რის გამოც ამას ვაკეთებთ ხო ეს ანუ ესეთ პრობლემა დადგა მასობრივად რომ ელექტროშოკებით და წიწაკის სპრეებით თავს ესხმოდნენ რაღაცებს დავწოდდნენ და ანუ აუკრძალოთ კრიმინალებს ამის გამოყენება თუ ანუ აი ელექტროშოკი და წიწაკის სპრეი და კიდე რა ხო აკუსტიკური იარაღი არ ვიცი მაგრამ აი რატო უფრო მეტი ზიანს ხედავ ამაში რომ შეუზღუდავ მოსახლეობის დიდაწილს თავდაცვის საშუალებას ვიდრე ის რომ ამითი დანაშაულს წაახალისებ. ხო, რა თქმა უნდა გავასწორეთ. კაი, მოგეთ იმას ვამბობდი რომ რა დაშავდება ამითი ვერ ხვდები რომ ქალბატონებს კონდეთ თუნდაც
საშუალება რომ უფრო უსაფრთხოდ იგრძნო თავი. ხო არ ვიცი. ხო ბოდიში იარაღის ტარების საკითხი ყოველთვის ისეთია, ყველა ადამიანის თავისებურ ზღვარსავლებს რომ აი შეიძლება და იმის იქით აკრძალოთ, მაგრამ გონია რომ რაღაცა ადეკვატური მასში ჯდება რომ ეხლა წიწაკის სპრეით რა ზიანი უნდა მეყო, რა ვიცი, აი მუშტი დარტყმა თუ ვიცი კარგად. ანუ მუშტის დარტყმა ვინც იცის კრივი, ვინც იცის და ცუდა ჯანზია, გაცილებით დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს, ვიდრე წიწაკის სპრეიმ და მაშინ კრივზე სერული აკრძალოთ თუ რაღაც, აი არ ვიცი. ხო, აი რაღაცა პრობლემა რო დადგება ხოლმე. პირველი არის რომ ავკრძალოთ. ხო, გავაჭიროთ ყველაფერი და ხო და რაღაცა ცოტა არასწორი მგონია რა ესეთი რაღაცები. შეიძლება ეხაც რაღაცა კონკრეტული შემთხვევა იყო და არ ვიცით ჩვენ. და ამის შედეგად მოხდა ეს რომ აი ავკრძალოთ რა. ხო, აი რამდენი შემთხვევა არის, რამდენი ქალი წერს რომ რაღაც ტაქსისტის მხრიდან ძალადობის მხრეფლი გახდა და რაღაცა ისეთი უსიამოვნო ის ჰქონდათ და ამ დროს ჯიბეში რო ედოს პატარა ელექტროშოკი. როგორც მე მაქვს. ჯენ კონდა. მაგრამ გადავაგდეთ ხო? გადავაგდეთ. აღარ მაქვს. კაი, შემდეგი ამბავი გვაქვს კიდე ძალიან საინტერესო. საბავშვო ევროვიზია. ხო. რომელიც წინა წელს თბილისში ჩატარდა. და ძალიან წარმატებულია. ეხლა უნდა ჩატარებულიყო საფრანგეთში, ხო? იმიტომ რომ ფრანგმა მოიგო. ჩვენთან როცა ჩატარდა და ეხლა საფრანგეთში ჩატარებულიყო საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებლოს როგორ არის? ხო, France Television, ალბათ ესე იკითხება, აცხადებს რომ კარგი. France რა არის? როს ხო იკითხება. ხო და მოკლედ ეს საფრანგეთის ტელევიზია ამბობს რომ ჩვენ ვარ ჩავატარებთ საბავშვო ევროვიზიას, ძალიან ძვირი ჯდებაო და არა გვაქვს მაგდენი ფულია. კაი. ხო. მაგდენი ფული სადა გვაქვს ჩვენ რაღაცა ეხა ბიუჯეტში ისა გვაქვს ხარჯები უნდა შევამციროთ და ვისწყდა საბავშვო ევროვიზიისთვისო. ეს თქვა საფრანგეთმა. და ჩვენ ჩავატარეთ შორში. ჩვენ ჩავატარეთ ხო და ერანერად ხდება. რატო გვაქვს ჩვენ ფული და საფრანგეთს არ გვატყუებენ რაღაცას. ფრანგები? ხო. ჟმოტობენ. ხო და მოკლედ ესეთი განცხადება გააკეთეს 140 მილიონი ევრო გვაქვს დასაზოგიო. რაღაცა ძველი გადაცემები უნდა გავუშვათო, რაღაცები გავამეოროთ, რაღაც პროგრამები ჩავხსნათო და ეხლა მაგისთვის ნამდვილად არ გვცხელაო. ეს ის არის მეგობრებში რომ ერთს ბევრად მეტი აქვს, მაგრამ ჟმოტია, მაგრამ და მეორეს ისა ცოტა აქვს, მაგრამ ფლანგველი რო არის, აი ეგრე ვართ რა. არ აქვს, მაგრამ არ ვიცი, ჩვენ მე როგორც გავარკვიეთ საბავშვო ევროვიზიების ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ ჩვენ გვაქვს მოგებული. ხო. მაგრამ რამეში გვეხმარება? ანუ ან თქვა ამ ბავშვმა ვინც მოიგეს იმათ კარიერას დაეხმარა? ესენი არ ვიცი მე როგორ ხდება. რა ვიცი. რისთვის ტარდება აბა? ხო და მეც მგონია რომ ეს არა ხო ტყუილად ტარდება რა, მაგიტას დავიჯახი. მეც მგონია რომ აი რაღაცნაირი კონკურსია. და აი ნენელა ჩემგან აი იქით მიდის ესე და მშორდება და რა. ხო დავიჯახი ამდენჯერმე. ხო ევროვიზია როგორც რა. ის ფილმი გამახსენდა ახლა რა ქვია? ის რო თამაშობს რეიჩელ მაკადამსი და ევროვიზიაზე რო არის ფილმი რა. Will Ferrell? ხო. აი ძალიან საცილო ფილმია. სატირა. Will Ferrell-ის ფილმი არის ევროვიზიაზე ნახეთ. ხო, ევროვიზიის სატირა. კაი, საბავშვო ევროვიზია, ხო, მოკლედ მე ძალიან ისე უყურებ ამ კონკურსს რა. აი თვლი რომ ევროვიზია დიდი სისულელი არის. რატო ახლა? აი რაღაცნაირი მე მიდის ხოლმე, აუ იმ ქვეყანამ არ დაგვიწერა ეს ქულა და ამ ქვეყანამ დაგვიწერა სამაგიეროდ და ის ქვეყნები თან ესეც მახსოვს ესეთი ის არის ხოლმე რომ ეს ქვეყნები ისტორიულად მაღალ შეფასებას გვიწერენ. აი რა, ანუ აბა ისი კონკურსი არის მაშინ? ქვეყნების მეგობრობის კონკურსია თუ სიმღერის თუ აი ის ცოტა რაღაცა პოლიტიკური არის. ცოტა კი არა ესეთია. ძალიან პოლიტიკური არის. ბავშვებში მით უმეტეს. ბავშვებში ხო. მაგრამ როგორ ხდება რომ დიდებში ვერაფერს ვერ შვებით და ბავშვებში ამდენჯერ გავიმარჯვეთ? ნიჭიერ თავამოდის. არ ვიცი. შენ მაგერ მუსიკის სფეროში შენახარ ეს ნაგვი. შენი ციეგა და. ჩემს სფეროში სხვა სპეციფიკა არის. კლასიკურ მუსიკაში. აქ ვერ ვიტყვი. აი, ნახოთ ევროვიზიას რა ბედი ეწევა. ისევ ჩვენ ჩაგვატარებინო ნახე. მოგვადგინეთ საფრანგეთის ფული არ აქვს და ისევ თქვენ რომ ჩაატართ თბილისში ხო? და ჩვენც ჩავატაროთ. მესამე ამბავი. ეს რო გავიგეც და გამიკვირდა, აი ჩემ წარმოდგენაში მეგონა რომ ყოველთვის არსებობდა. ანატო უნდა არსებობდეს და თუ მე ახლა და გაიხსნა ნიუ-იორკში ტაიმს სკვერზე გაიხსნა სერიალი რო არის ფრენცი. აი ფრენჩი არის კაფე სადაც მეგობრები იკრებებიან Central Park ესე აწერია თუ ფრენცი ერთხელ მაინც გაქნახე თვალი გაქვს მოკრული პარკი იმის კაფესთვის და Central Park Coffee House-ი გაიხსნა ტაიმს სკვერზე.
მან სურათების ჩაგიყარა, შეგიძლია ნახო. ხო. ეს ფოტოები ამოვანათებ დაკაც და საერთოდ არ გავს ფრენცის კაფეს. ხო, ეს სხვა რაღაცაა. აი რა აზრი ქონდა ვერ ხვდები, ანუ თუ ფრენცის კაფეს ხსნი და ფრენცის კაფეს არ გავს. უბრალოდ სახელი დავარქვი, ასე რაღაცა ის ვერცხლისფერი იყო გადა. პორტოყლისფერი დივანი რო სადაც ხდებიან და იკრებებიან. ეგეთი უდგათ რამდენიმე. რა იქ დაჯდებიო, მეგობრებთან ერთადო, ყავას დალი ის გაგახსენდებაო და იქ რაღაც პოსტერებია გამოკრული ჯოუის და ჩენდლერის და იდეაში ჩვენ ხშირად გვიხსენებია ბოდიში კიდე Breaking Bad-დან Los Pollos-ის fast food-ის ჩეინი როგორ არ არსებობს, აი დღემდე როგორ არავინ არ მოკიდა ხელი ან თვითონ ესე უდევთ გამზადებული ბიზნეს გეგმა, წარმატებული ბრენდი უდევთ. მე შემხვდა ისა რომ იხსნებაო ეს და მაშინ არ მქონდა ეს დიზაინი ნანახი. რაღაც rilsi შემხვდა რა. ხო და აი პირველი რაც გავიფიქრე, აი ეგ იყო რომ აი რა მაგარი იქნება, ხა რომ შეხვალ და აი ზუსტად ეგეთი რო ყოფილიყო რა. მართლა მუზეუმით იქნებოდა, ოღონდ აი რომ შეგიძლია დაჯდე და მართლა ყავადალიო და რაღაცა შეჭამო და ასე შემდეგ რა. აბა. ბაქოში მაქვს ნანახი. ცენტრალ პერკის კაფე არის ბაქოში. ხო. კაცების ვლოგი გადაღებული და იქ არის კადრი მაქვს ჩასმული, რომ ცალს გვეჩქარებოდა და რომ ჩავიარეთ და ვინახე შორიდან და შესვლას ვერ მოვასწარი, მაგრამ იქ მათი ბულვარი რაც არის, სასეირნო ადგილები, იქ იყო ეგეთი კაფე. ალბათ ჩათვალეს, რომ როგორც კაფე ის აი ვიზუალურად არ იყო კაი რა. ხო, მაგრამ მე ხო იმისთვის მივალ იქა, რომ აი ფილმში რაც მაგალითად მიყვარს ის ადგილი, სადაც ჩემი საყვარელი პერსონაჟები იკრებებოდნენ, მეც შევიკრებო ეგეთ ადგილას და ისეთივე ყავა დავლიო. ალბათ მარკეტინგულად ესე ჩათვალეს სწორად, რომ აი ხო, ეგეთი იქნება, სახელი იგივე იქნება, იქ შეხვალ და იქ ფოტოები და რაღაცები იქნება, მაგრამ ნუ იქ დიზაინი სხვანაირი იქნება რა, იმიტომ რომ აი როგორც ესეთი რომ თვითონ კაფეც განვითარდეს და იმუშაოს სამომავლოდ და მარტო ის არ იყოს, რომ ვიღაცა ერთხელ ორჯერ მოვიდა ფრენცი, ვისაც აინტერესებს და ვისაც უყვარს და უბრალოდ ეს ნახა და მე ხო, ანუ გაცვლა გააკეთეს იძახი. ხო, რომ როგორც კაფემაც იმუშაოს რა, ეგეც. და შეიძლება არ იყო ის კაფე სამაგისოდ კარგი. ნუ მე მგონია რომ ვერ გაკაჩავს და დაიხურება მალე დაიმახსოვრე. ეგრე რო არ იყო, ეგრე რო იყოს, ხო არ გააკეთებდნენ ესეც. ხო, იქნება არ გაამართლოს კაცო, ბევრი რაღაც უქნიათ და არ გაუმართლებიან. ხო, რა ვიცი, ნახოთ. ხო, ესეთი აღდგომა და ხვალება. იმასაც ვერ მიხვდნენ ფრენცი რომ დროზე ადრე უნდა დაემთავრებინათ. Warner Bros-ში. ეხა შენ შეიძლება გული ატკინე ბევრ ფანს. ხო, ბოლო სეზონები მე არ მომწონს. არჩენ. იქნება არ მინდოდა თქმა. აღიარე. ვაღიარებ კი. შემდეგი ამბავი. აბა. შვედმა მუსიკოსმა და ბლოგერმა მათიას კრანცმა 6 თვეში 8 ფეხას ასწავლა პიანოზე დაკვრა. კაი. აი მან დარი ვიდეო შემდეგზე რო გადართავ. მოკეთ აკვარიუმში ჩასვა. შენთან ვიდეოს წამოვანათებთ და კლავიშებზე ესეთი რაღაცები დაუმაგრა ხელმოსაჭედი რომ 8 ფეხას ეს მოკაჩვა შეძლებოდა კლავიშების და საკვებს აძლევდა კლავიშების მიხედვით და მოკლედ ნელ-ნელა 8 ფეხა მისწავლა რომ რაღაცა კონკრეტულ კლავიშს რო დააჭერდა ანუ მოკაჩავდა საკვებს მიიღებდა და აქ ხა ხმა თუ გაქვს ჩართული ხმაც ჩაირთვება თვითონ მე როგორ უკრავს 8 ფეხასთან ერთად. მოყურე? მოიცა? აცადე? ხო ხდები აქ პრინციპს რა, საჭმელი ვარდება და ეს გაჩავს. რა საყვარელია. როფეხა, ეს პიანისტი როფეხა. როფეხა მინდა. აუ რა საყვარელია. ხო. არა, 8 ფეხები რო ძალიან ჭკვიანები იყვნენ, ვიცოდი, მაგრამ ნუ ასე ალბათ ბევრ ხოლმე შეგიძლია ძალსაც ასწავლი რომ რაღაც თამინდერობით კლავიშებს დააჭიროს რა, მაგრამ ამან რები ჩალიჩაც რომ ეს სპეციალური კლავიშები გააკეთა, რომელიც აკვარიუმში ჩადგა. ხო, ეს მე იქ დინამიკების ჩადგა. რომ ეს დინამიკები წყალში ვიბრაციას გამოსცემდა და ისიც რო ხდებოდეს რომ რაღაც როქნა ამას შედეგი ჰქონდა რა, ახლა მარტო გარეთ კი არ გვესმის, შიგნითაც ესმის იმას. მოგეთ ესეთი პიანისტი როფეხა არის. ისე პიანისტი რო აფეხა კაი მულტფილმის პერსონაჟი იქნებოდა. კი, ძალიან. თან ეხა გამახსენდა ისა Finding Dory-ში რო არის რო აფეხა. ხო. მოსაყვარელია. აფეხა მოსაყვარელი არის. და კიდე Netflix-ის არის ხო ის დოკუმენტური ფილმი? ხო, My Octopus Teacher.
ხო, მაგ ან My Teacher Octopus მახსოვს. ალბათ My Octopus Teacher. მაგ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. კი, კარგი დოკუმენტური არსებობს Netflix-ზე, ესე ქვია My Octopus Teacher, პრიზებიც აქვს მოგებული. მე მგონი ოსკარიც მოგებული აქვს. ხო, მაგდენი დოკუმენტური ჟანრში. გიომ მანახა პირველად და ბევრი ვიტირე. ხო. ძალიან ესეთია და დაგაფიქრებს. კი ბატონო. და ესეთი პიანისტი რა ფეხაც ყავს. მინდა რა ფეხა. მოვიყვანოთ. გაუშვათ სახში. ვალფი გაგიждდება. ან რა ფეხა რო დაინახოს ახლა. შეეშინდება ყველა. ო, იატაკზე რომ მიხოხავს რა ფეხა. და რო გაქება, უცებ პარკეტის ფერი რო გახდება რა ფეხა და ეს რო ხედავს სადა. გადავიდეთ დღის თემაზე, მაგრამ მანამდე გვაქვს, მე მგონი ორი რაღაცა პატარა განცხადება გასაკეთებელი. გადავიდეთ. გავაკეთეთ Patreon-ის ლინკი. ჰა? Patreon-ის ლინკი გავაკეთეთ, არის ესეთი პრაქტიკა YouTuber-ებში, რომ დონაციის ლინკი, ანუ ვისაც უნდა რომ დაგვეხმაროს, რაღაცა წვლილი შეიტანოს იმაში ეს პოდკასტი არსებობდეს. შეუძლია Patreon-ზე შევიდეს, patreon.com. ბევრი საიტია ეგეთი, მაგრამ ალბათ Patreon-ი მაქვს დაცდილია. ჯაფას პოდკასტიც ყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც რეგულარულად პოდკასტს ეხმარება და აქედან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. და ვისაც უნდა რომ ამ პოდკასტს დაეხმაროს, იმიტომ განსაკუთრებით ახლა არც ჯერ მონეტიზაცია არ გვაქვს, არც სპონსორი არ გვყავს არაფერი. შეგიძლია დარეგისტრირდეთ და მივუთითო რომ თვეში გვაქვს $5, $10 და $20 პაკეტები. $5 პაკეტი არის თვეში $5 თუ გადახდეთ მეგობარი ხარ. $10 არის ახლო მეგობარი. ძმაკაცი და ქალი არის პაკეტი და მესამე არის ფაქტობრივად ნათესავი. და ხო, მეორე არის რომ გათამაშება ისე გრძელდება, ძალიან გვინდა რომ ახალ წლამდე 1000 გამომწერზე ავიდეთ. ვინცაც ჯერ გამოწერილი არ გაქვთ და გვიყურებთ, გთხოვთ რომ გამოწერის ღილაკს დააჭიროთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თამაშდება ფოტოპრინტერი, კარტრიჯი, რომელიც არ ღირს იაფი და ასევე ფოტოაპარატი, ესეთი რომელიც ფირზე იღებს. წინაზე რაღაც არასწორად თქვი. არასწორად თქვი და მე როგორც გავარკვი, არ გამიხსნია მაშინ შეფუთვაში არის, სამივე შეფუთული არის, სულაც კიდევ ერთხელ მოვანათებთ და ეს ფოტოპრინტერი არის Xiaomi-ის, საიდანაც ტელეფონიდან შეგიძლია დაპრინტო პატარა ლამაზი ფოტოები რაღაცებს. რამე მეცვალა. გააგრძელე. არა, ეს დამთავრე. არა, გაგძელე. მე დავისვენებ წყალს მოვსვა. აქედან ის თქმა გინდოდა და არ გათქმევინე. მიდი. Xiaomi-ზე გინდოდა ლაპარაკი თუ კარტრიჯებზე. მიდი გაგ. ხო, მოკეთ ეს სამი ნივთი თამაშდება და 1000 გამოწერს რო ავალთ, მე ერთ-ერთი ეპიზოდის ქვეშ დავანონსებთ, რომ აი იმ ეპიზოდში იქნება გათამაშება, იმ ეპიზოდზე მე კომენტარები გეტყვით რა სიტყვა უნდა დაწეროთ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად და კომენტარებიდან მე ავარჩევთ გამარჯვებულს რენდომად. ოღონდ იმ გადაცემაზე მარტო გამომწერებს შეიძლებათ რომ დააკომენტარონ. ხო. შესაბამისად გავათამაშებთ მხოლოდ გამომწერებში. ეს ორი განცხადება იყო, რაც მინდოდა მეთქვა. შენი აზრით ავალთ? ახალ წლამდე 20 არის ახლა 10 დღე დარჩა. არ ვიცი, აი ჩვენი გამომწერების მონდომებაზე არ ვიცი, იმაზე არის რა ქვია, ჩვენ მაყურებლებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ უფრო მეტი გვიყურებს, ვიდრე გამომწერი გვყავს. ხო, ეგ ხო ზოგადად ეგრე არის ხო? შენ პოდკასტშიც ხო ეგრე იყო? კი, ეგრე არის. ხო, ეგრე იყო და ეხლა. ხო, ნუ აი თითქმის ნახევარზე არის ხოლმე რა და კარგი იქნება თუ გამოგვიწერთ, თუ ჯერ არ გამოგიწერიათ. ახალწლამდე თუ ვართ, ძალიან გაგვისწორებთ. თუ ვიყვანთ 1000 გამომწერზე. 1000 მნიშვნელოვანია, ხო, ეს ახსენეთ წინა გადაცემაში რატომაც. კი. გადავიდეთ მაშინ. დღის თემაზე. ჯერ ოჯახის წევრები. ეხლა ოჯახის წევრების გაცნობა არის? მოვიყვანო თავარი? თუ ბოლოსკენ იყოს? იყოს ბოლოსკენ. კაი, პირველი იყო ეს ამოეხტარა. ზომა არის ამშოვარი რამხელარი ამოწ. ხო, აი ბოლომდე. ეს არის ჩვენი ჩანს ხა კი. ჩვენი როზა, ესე დავარქვით. როზა. ისე ქვია რა ქვია თამად ამონსტრებს? ჰაგიბუგი და ქისიმისი. ჰაგიბუგი და ქისიმისი. გვაცამ დაინახა მოლში და უნდა ვიყიდო გინდა თუ არაო. მე ბოლომდე მეგონა რომ ხუმრობდა. კი. მახსოვს ეს ერთი წლის წინ ცოტა დიდი ხნის წინ, მაგრამ ფული რო გადაიხადა და მართლა მოტრიალდა და წამოვიდა ამით მე მივხვდი რომ აღარ ხუმრობდა და მართლა იყიდა ეს. გიო ეს გაკვირებული მიყურებდა და აი თვალ
სახეზე ვატყობდი, რომ ბოლომდე არ სჯეროდა რომ ამას და სოპერა. სხვადასხვა ერთხელ ღამე შემაშინა. ახალი ნაყიდი რო ქონდა გამოვედი საძინებლიდან და რაღაცნაირად ესე იდო და ეს შუქი ისე ურტყავდა მარტო თვალები და კბილები ჩანდა, მარტო ეს თეთრი ანათებდა და აი წამიერად მეთქი ეს ახალი რო იყო, აღარ მახსოვდა რო ქონდა და მაგრამ ძალიან გვეხმარება, თავიდან ვიძახდი რა გვინდაო, მაგრამ ეხა ფოტოს ამოვანათებთ, მე რამდენი რაღაც უნდა ამოვანათოთ. ეს ხო გასუქდა ხელიდან და ეხლა მე ესეთი საკითხი დადგა, რომ ალფი მოვიყვანეთ ჩვენი კატა. და როზა ესეთ დავალებას ართმევს თავს ძალიან კარგად დღემდე. ჩემს კლავიშზე ვაწვენთ. ერთხელ ძალიან ლამაზი დივანი ვუყიდე, აი ძალიან ლამაზი, აი მე თვითონაც რო სიამოვნებით დავწვებოდი, აი ესეთი დივანი, ფუმფულა, ლამაზი, კომფორტული და აი ესეთი ფუმფულა იყო რა, ესეთი ნაჭერი იყო და აი ცოცხალი თავით არ მიეკარა და გავაჩუქე ის დივანი. ძალიან ძვირიანი. გავაჩუქე კატა ეს უნდა გეთქვა და დივანი დავიტოვე. ხო და ეს არ მოსწონს და არ ეკარება ამ როზას. და იცავს ჩემს კლავიატურას, ესე კლავიატურაზე ვაწვენთ. და ალფი აღარ დარბის კლავიშებზე. რო არ გააფუჭოს რა, კლავიშები, ამისთვის ვიყენებთ ხოლმე როზას. და ესეთი ის არის. დაცვის ფუნქცია, ხო, რაღაცას როც არ გვინდა გრამეზე ირბინოს ან მიეკაროს, იქვე დავდებთ ამას და ხო, მნიშვნელოვან იმას თამაშობს მოკლედ. იცავს ალფისგან ნივთებს. ჩვენ სახში. კი, ასე პირველი იყო როზა. ხო. მეორე ხა ეს აკდევს და ეს თავისი სადგამი აქვს და ამიტომ ესეც ფოტო დავადოთ არ ჩანს კადრში. ეს არის რობოტი მტვერსასრუტი. მოკლედ სახელად? ხო, სახელად გვადალუპე. ალბათ ჩვენი თაობის ხალხი მიხვდებოდით რატო დავარქვით გვადალუპე. სერიალი იყო ესეთი ბრაზილიური, არ მახსოვს ალბათ ბრაზილიური. მოახლე გოგონას ერქვა გვადალუპე. ესეც ალფისთან არის კავშირში, იმიტომ რომ ალფი რომ მოვიყვანეთ, ეს ალფიმდე იყო. ხო და წინასწარ ვიყიდეთ, ანუ ალფის მოყვანას რო ვაპირებდით, წინასწარ ვიზრუნეთ ამაზე, რომ როგორ კარგადაც არის ვისაც ყავს ხო ცხოველი, ძაღლი იქნება თუ კატა, ყველა მიცის, რომ როგორ კარგადაც არ უნდა უვლიდე და როგორც არ უნდა ბანდე და ვარცხნიდე და რა კარგ ვიტამინებსაც არ უნდა აძლევდე. რაღაც პერიოდებში განსაკუთრებით თმის ცვენის პერიოდი აქვთ რა. და წინასწარ ვიზრუნეთ ამაზე, ესეც მოკლედ ალფისთან არის ყველაფერი კავშირში რა. და ვიყიდეთ ეს შვენიერი რობოტი მტვერსასრუტი და ძალიან გვეხმარება და ამასაც ნუ ეს სახელზე ეს აპლიკაცია რო აქვს თავისი. ბრენდის მტვერსასრუტი არის. ხო, თავისი. სასაცილო არის რა, თავისი აპლიკაცია რო აქვს და გიოს მისდის ხოლმე ის რომ გვადალუპემ დაამთავრა წმენდა და შეგიძლია გაუშვა და შენ წახვიდე სახლიდან და ის რომ მორჩება მე გატყობინებს. თან შეგიძლია უყურო ესე ვთქვათ ლაივ რეჟიმში ოთახის რა ნაწილში არის და მორჩა თუ არა დაალაგებას და მე მოდი შეტყობინება რა გვადალუპეს გან და ორჩი ოთახი დაალაგებულია. კი. მისტერ თუ იქ როგორ მიმართავ ხოლმე ბატონო. და ალფი მოვათრიო? ალფი სტუდიაში. აი ეს არის ჩვენი ალფი შეხედე კამერაში. ეძინა ეხა მე მგონი. გააღირე თვალები. ხო, ჩვენი ბრიტანული მოკლე ბეწვა. ხო, მოკლე ბეწვი. ხო, ეს არის ალფი. 7 კილო არის მე მგონი უკვე და ხო. ძონძროხა კატა. და მე მგონი შეატყობით როგორი ზარმაცი არის. თავისით არასდროს არ შემოდის სტუდიაში და გადავწყვიტეთ რომ ძალით შემოვიყვანოთ. პრობლემა კი არა აქვს, აი დაწვა და აგრძელებს მე მგონი ძილს. მაყურებელმა ნახოს რამ სიგრძე არის. აი ეს არის ჩვენი ალფი. ძალიან მსუქანი. იწექი აქ თუ გინდა. აწახვალ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი კატაზე და ძაღლზე. ორივეზე ვოცნებობდი. და გიოს გაუბურღე ტვინი მოკლედ რომ აი კატა ვიყოლიოთ, იმიტომ რომ ამ ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ძაღლი მგონია რომ ვერ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ პატარა ბინაში ვართ. ამ დროს სტუდია გავაკეთეთ ოთახში, მაგრამ ნუ ძაღლზე არ ვფიქრობდი რა ამ ეტაპზე და გაუბურღე ტვინი რომ აი კატა ვიყოლიოთ და
ზუსტად რა ფოტოსაც ვაჩვენებდი, აი რომელ ფოტოსაც ვაჩვენებდი და ვუბრღავდი ტვინს, რომ აი ეს ფისო მინდა და ესეთი ფისო მინდა თქო. ეს ფოტო იყო კაცსაშენი თუ რა ქვია, საიდან წამოვიყვანეთ, ხო იმ გვერდი ქონდა დაფოლოვებული და. ხო, იმათი გვერდი მქონდა დაფოლოვებული და ამ ალფის ფოტოს ვაჩვენებდი გიორს და თურმე უკვე ناقიდი ყავდა ჩვენი ალფი და ხო იქ ესეა რომ ვიყიდე რაღაცა 1-2 თვე მინიმუმ იქ უნდა გაჩერდეს რომ მოძლიერდეს დედასთან იყოს რაღაც არ შეიძლება ეგრევე წამოყვანა და ხო და სურპრიზის გაკეთებას აპირებდა ჩემს დაბადების დღეზე უნდა მოეყვანა და ისე მოუშალე ნერვები და გაუბრღა ტვინი ამ კატის ჩვენებით რომ შეწუხდა და ბოლოს მითხრა რომ აი ზუსტად ეგ კატა აი რა ფოტოსაც მაჩვენებ ზუსტად ეგ მყავს ناقიდიო და დამანებე ხო და ჩვენი ჩემი და ალფის პირველ შეხვედრასაც დავდებთ ვიდეო ვერ ვიპოვე ეგ ვიდეო მაგრამ ისა მაგ კოლაჟი მაქვს გაკეთებული და იმ კოლაჟიდან ამოვჭრი და უცნაური ეგ ვიდეო გაქრა და დაიკარგა ხო და ესე ამიხდინა გიომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება რომ მოვიყვანეთ იყო ალბათ 300 გრამი და ახლა არის 7 კილო. აი გიოს ეტეოდა ხელზე, ისეთი პატარა იყო. კარგი, გადავიდეთ დღესდღეობ თემაზე, ეს იყო ჩვენი ოჯახის წევრების ნაწილი, ოჯახის წევრები ჭყალებში, მაგრამ ნუ ალფი მომენტ ოჯახის წევრია. ალფი არის სრულფასოვანი ოჯახის წევრი, თავის ხასიათი აქვს და თავისი ისინი აქვს. პრეტენზიები და მოთხოვნები. კი. რა გვაქვს დღის თემა? ხო, დღის თემა გვაქვს ჩემი აზრით ძალიან საინტერესო. და ესეთი ვრცელი რა. სოციალურ ქსელებში მოქცევის წესები რა. რამე არის ისეთი, რომელიც ჩვენ თვალში გვხდება უწესობა? აი სოციალურ ქსელში რა იმას აკეთებენ და ეს გესმის და რატო შვებიან ამას? ხო, პირველი რაც მახსენდება ხოლმე ეგეთ რაღაცებზე არის ლანძღვა რა. ხო, იმიტომ რომ აი თან გამართლებად რა ამის ამ ლანძღვის გამართლებად მოაქვთ ის რომ ადამიანები გვაძლევენ უფლებას რომ თავიანთ პირად ცხოვრებაში მათ პირად ცხოვრებაში აქტიურად ჩავიხედოთ და მაშინ აიტანე ეს ლანძღვაც რა თუ პირად ცხოვრებაში მახედებ მაშინ მაქვს უფლება რომ გაგლანძღო რა ხო და აი მაგას ვერ ვხვდები ხო, აი გასაგებია, რომ ვინც ზედმეტად გახედებს თავის პირად ცხოვრებაში, რაღაცა შენს თავის რაღაცების უფლებას აძლევ. ხო. მაგრამ რაღაცა იყოს ეს, ხო შეიძლება ქება იყოს. შეაქო, ან რაღაცა ჯანსაღი კრიტიკა იყოს. რატო უნდა გალანძღო ადამიანი? ხო, ყველაზე ძალიან ეგ მოხდება ხოლმე თვალში რა. ხო, იქ მოსულა, ხო, გეგონება რომ აი გარაუშავს, მაგრამ მე ამ ადამიანს დაუპირისპირდა რეალურ ცხოვრებაში და აი ესა თუ დაწერე რომ კითხო შეიძლება საკანას დააღოს პირი და ვერ იგოს ვერაფერი. თან ხო მარტივია, ეს ხო რაღაცა ვინმე ხო არ გაიძულებს ამას რა. რეალურად რამე არ მოგეწონა, აი ძალიან მარტივად შეგიძლია ასკროლო რა. თუ იმდენად არ მოგეწონა რომ არასდროს აღარ გინდა ამ ვიღაცის რაღაცა შეგხვდეს დაბლოკე და ესეც ძალიან მარტივია. არასდროს აღარ შეგხვდება ამ ადამიანის პოსტი რა. მაგრამ არა. ხო, ბოღბის ნთხევის ისჭირდებათ ხოლმე სამიზნე და. ხო. თავისი ისინი რომ სხვაზე გადმოანთხიონ იმედგაცრუებები. ხო, ესეც მოკლედ ეს მახსენდება პირველი რა, ცუდი რაც აქვს სოციალურ ქსელებს. მე რაც დღემდე არ მესმის და ალბათ ბევრი ადამიანი გავანაწყენე მაგის გამო. არის დაბადების დღის მილოცვები ვოლზე. არასდროს არ ვილოცავ, იმიტომ რომ ვერ ხვდები აი ეს კედელზე რომ დაუწერ გილოცავ რატო ხდება ეს საჯაროდ და ღიად აი არ მესმის. ჩემამდე არ დადის და ხვდება ხოლმე რაღაც დაბადების დღე და მე ბევრჯერ ხვდება პოსტი რომ რაღაცა მიულოცა კიდე რაღაცა ფიდი რომ მაგითი არის. და მე იმის ქვეშ რო კიდე კომენტარები არის ხოლმე იმის ახლობლები ანუ საერთო მეგობრები ან ახლობლები თუ ყავთ იმის ამ მის ახლობლები ვინც უპოსტავს იმის ქვეშ წერენ ხოლმე კომენტარებს კიდე. არ ვიცი აღარ ეგეთი პოსტი აღარ უყურებ ხოლმე. და მე კიდე მადლობას რო იხდიან ხოლმე საჯაროდ და იმის მადლობის და ხო ვინც დაგვიანა მე იმის ქვეშ რა. დაგვიანებით გილოცავ და ესენი. ხო, იმიტომ რომ იმას მარტო ის შეხვდა და მოკლედ აი ეს რაღაცა
რაღაც დაზეპირებული ქცევა რო გაქვს ავტომატურად რო აკეთებ, ესე ვიქცევით ავტომატურად ეგრევე ვიღაც ისის გაჩნდება გილოცავ ჩამოიწერება ის ბოლოს დაწერს მადლობა ყველას ერთად მეგობრებო, იქ 3-4 დაგვიანებული კიდე დავუკვირდეთ და ეს ხო ყოველდღეა ხა რავი რამდენიმე ასეული მეგობარი თუ ყავს ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღე არის. კი. ხო, აი მოკლედ მე არ მესმის. კიდე არ მესმის ბოდიში ისა დღესასწაულის მიგოცვა სტატუსით. ყველას გილოცავთ რაღაცას. არ ვიცი. ბარბარობა ან რაღაცას ეს რომ გამოხვალ და გილოცავთ ყველას ბარბარობას აი ეგეც არ მესმის ხო ხო მაგ სტატუსის აზრი ანუ გილოცავთ ახალ წელს ეგეც სტატუსები რო არის ვის გილოცავ ყველა ბრენდს ეგ ხო იცვლება აი ეხლა რაც არ მესმის ხო რაღაცებს ვამბობ რომ აი ხა ეს არ მესმის აი შეიძლება ეგ გამიკეთებია მე თინეიჯერში მეც გამიკეთები ალბათ ხო აუ იმდენი სისულელმა გაკეთებ მემორიში დღემდე ხდება ხოლმე ჩემი პოსტები იწყება 2009-დან თუ 10-დან მემორიში რა ხანდახან იქ იმდენი სისულელმა აუ მეც აი ესე უყურებ ხოლმე ხანდახან მოშვები შლი აი მემორიში ეს მიგდებ იმ სტატუსს ხო აი კიდე არ ვნახო აი ძალიან მე ბევრჯერ არ მე სამიშლია მაგრამ შლი ხოლმე როგორც ის ლინკი თუ აღარ მუშაობს ან რაღაცა მაგრამ ბევრჯერ იყო რომ არ წავშალი რომ აი კიდე ერთხელ გამახსენდეს მომავალ წელს რა დებილობას ვაკეთებდი ხო მაგრამ აი რა ხანდახან ისეთი დები აი სამარცხვინო იყო ხო მაგალითად სტატუსი მშია ესე წელი სტატუსი კი ანისა კიდე ესა მე ხონდა ძალიან ხშირად სტატუსები მეც აღარ დავლევ ხო ან რაღაც როგორ პახმელიაზე ხარ მაგის დაპოსტო ხო გახსოვს კიდე იყო ხოლმე ისა ერთ პერიოდში ძალიან ერესუში და ცოტა ხნის წინ შემხვდა მე მგონი და მაგითო გამახსენდა სარარა გახსოვს რა სარარა არა ეგეთი საიტი იყო რომ ხალხში შესულიყო ლინკს ქმნიდი რა ჩატს ასე ვთქვათ ჩატს არა პოსტს რომელზეც ხალხში დაკომენტარება ხო და კომენტარებს მარტო შენ ხედავდი და თქვი ჩემზე რას ფიქრობ და ეს დაპოსტავდი ამ ლინკს და რაღაცები შედიოდნენ და ან რაღაცებს წერდნენ ანონიმურად რა ხო და შენი მეგობრების აზრს გებულობდი სარარაში ხო ვინ რა დაგიწერ არ იცოდი ეგ ეხა ხანს არისო რაღაცა ანონიმუსი თუ რაღაცა მე სარარა მახსოვს ესე ერქვა მაგ საიტს რა და ამის დაპოსტო მე რომ აი ჩემს არა და მე ვიღაცები რომ დიდი ხანი არ აკეთებდნენ და ხა კაი მეც დაპოსტავ მითხრას მithქვით ჩემზე და რა და მაგას გაუძელი არ გამიკეთებია ეგა ხო მე ეს არ გამიკეთებ არა ხისთვის დამიწერია მე მგონი ერთი რომ ჩემ ახო მეგობარს აღზრდებილობა დაუწერა სპეციალურად რომ რას აკეთებ მეთქი მაგრამ ჩემთვის თან სერიოზულად ვიღაცისთვის დამეწერა მას წერავს ფიქრობს არაში აი აზრს არ მიქნია და არც ჩემზე არ დამიდიასო ჩემზე თქვით მეთქი მე რაღაცა დავდე მე მგონი აღარ მახსოვს ეხა ოღონდ ეხა რა ძალიან დიდი ხნის წინ არა აი ეს რაღაც ახალი რო იყო ანონიმურად რო გიწერდნენ რაღაცებს რა მე არ დამიწერია არავისთვის მაგრამ ვაკეთ დავაწერინე ვიღაც ხო კიდე ჩელენჯები ხო ერთი მეგობრის გამო მაგალითად Facebook-ის ვოლი დავხურე ანუ ხო ვინც ხო იყო ესე რომ ღია გქონდა და შეეძლო დაეპოსტათ რაღაცები შენს ვოლზე და ნუ ისეთ რაღაცებს მიწერდა ხოლმე რომ მარცხვენდა რა და მაგის გამო დავხურე მას გიწერდა აი რაღაცას რომ მოვუყვებოდი სიტყვაზე პირადოს ან რაღაცას იმასთან დაკავშირებით რაღაცაზე აი ნამიოკივით და დაწერდა რომ აი იმ ადამიანს ვისაც მქონდა მოყოლილი თავისუფლად მიხვდებოდა ის ადამიანი ამაზე რა ესეთი ჰობი ჰქონდა და ერთი ორჯერ შემარცხვინა და დავხურე მაგის გამო და იმის მერე დახურული მაგ მე დაბადების დღეების გამო დავხურე დაბადების დღეს დაფარული მაგ და ეგეც რომ მოლოცვებია მე შენ რა უჟმორი ხარ დაბადების დღის მილოცვაც არ გიყვარს არ მიყვარს ხო არ მიყვარს კი რომ ბრაზდები მაგრამ აი მეზარება რომ მილოცავენ მადლობა ასევე რაღაცებს რო იძახი აი მეზარება აი ხა დაიწყება ეგ პერიოდი გილოცავ დამდეგს მრავალს დაიწყე ასე თებერვალამდე მიდის ხოლმე მე გილოცავ დამდეგს მე გილოცავ ახალ წელს მე გავლილ დღესასწაულებს გილოცავ კი ხო და ისა გადავახტით ახლა თემას უბრალოდ გადავუხვიეთ თემიდან არა ეს სოციალურ მოქცევის წესი არ არის ეგეც კიდე ცოტა ხნის წინ რილსი რო შევხვდა ის რა იყო ანუ ამერიკელი კომიკოსია ეს ბიჭი და ის ხუმრობდა ბიცოლა ჩემი ყოველ სამთვეში ერთხელ როგორ პოსტავს
სტატუსს რომ მე უარს ვაცხადებ რომ Facebook მეტამ გამოიყენოს ჩემი მონაცემები, ჩემი ფოტოები ან რაღაც რომ ცელდება ხომ რაღაც პეიჯზე დაპოსტავს რომ ხალხო ეს სტატუსში ეს დაწერეთ თორე Zuckerberg-ი აპირებს რომ მე თქვენი ფოტოები მიყიდოს უცხო პლანეტელებს და მე ესე პოსტავ მე უარს ვაცხადებ ჩემი ფოტოები. მე ისტერიკა არის ხომ კომენტარებში მე როგორ ვქნა ეს რას დავაჭირო? ხო, ეგ უფრო თაობას ახასიათებს ხომ. ეგეთი რაღაცები დაჯერება და მე გაკეთებ. ეგ უფრო თაობაზე არის კიდე ძალიან სასაცილო, აი ეს წეღარასაც ლაპარაკობდით ამ მილოცვაზე და რაღაცებზე. მახსოვს გვერდი რომ დავხურე და ვერავინ ვერაფერს ვეღარ პოსტავდა, ვერაფერს მილოცავდნენ და ვერაფერი. მე ფოტოებზე დაიწყეს უფროსმა თაობამ რაღაცების მოლოცვა. რაღაცა ფოტოს რო დავდებდი, იმ ფოტოზე მილოცავდნენ იმებს რაღაცა დღესასწაულებს რა, აი სადაც დასაწერს ნახავ რომ შობი წერ რა. ეხა ის მაგაზე გამოხსენდა და ის უნდა ჩავრთო. რა? მშობლები რო შენი ბავშვობის რაღაცებს პოსტავენ, შენი ნებართვის გარეშე. აი ეს არის გვანცას ბავშვობა. ეს გაზია დედაჩემა რამდენიმე დღის წინ. ხო. მაგაზე ჩემი კომენტარი ნახე ერთ წამი. აი ის პოსტი არის ხე მე ჩატში რო ჩაგიგდა ცალკე ვიდეო მაგ ნახე და. ნახო? ნახე. და მე ეგეთ კომენტარებს რო ვწერ ხოლმე მე ბრაზდება ხოლმე დედაჩემი. მაგონც არა საყვარელი ხარ რაღაცების და ძალიან ბევრი. ნათესავები. ამხელა თავი მაქვს. კომენტარი გავს. ხო და ანუ ეს დედა ხო ძალიან ესე შობელი ხო ძალიან სიყვარულით და სიყვარულით და სიტყვათითებს ამას რომ აი არ ვიცი რა ხა აი 3 წლის ვარ მანდ და ლექს ვკითხულობ და ძალიან დიდი სიყვარულით დადა და ამ დროს მე დავუწერე რომ რამხელა თავი მაქვს მეთქი აქ თქვა და მე ბრაზობენ ესეთ კომენტარებს. ხო ის მესენჯერში ხმოვანი შეტყობინები, ძალიან გრძელი ხმოვანი შეტყობინებები რო ვოისები. და მოტივით რო იწყება, რომ დააჭირა და მე დაიწყო ფიქრი რა ეთქვა. ის მისმინე ის რო არის და მე და ეს დიდი ხანი რო გრძელდება და მე აი მოკითხვა ჩემ ბიძაშვილს სოფოს. ესე მიკეთებს ხოლმე თან ხო იცის როგორ მიყვარს ეს და სანამ აჩქარების ფუნქცია ექნებოდა მაგ ვოისებს, თავიდან ხო არ ქონდა. და შევხედავდი ხოლმე და 3 წუთი და რაღაცა აწერია voice რა და ამ 3 წუთიდან რეალურად მერე დავამოღამე რომ 3 წუთიან voice რო გამომიგზავნე და ბოლო 5 წამი იყო ხოლმე რეალურად ინფორმაცია რაც მოსასმენი იყო რა და ვახვევდი ხოლმე პირდაპირ და ეხა შეიძლება გადახვევაც ხო? ხო და ეხა ნუ ის აჩქარების ისიც აქვს რა და ესეც თან ბოდიში რა შეიძლება და იმ მომენტში ვერ მენახა და აი ცოტა ხნის მერე რო ნახულობ და რო გახსნი და ესე მთელ ეკრანზე რო ისები არის აი ჩამომწკრივებული და ყველა 3 წუთიანი 2 წუთიანი წუთი და რაღაცა და ეგეთი რო იყო და კი თან მაგაზე кай ხმობა იყო ის მე მიმირო არის რომ შეტყობინება გამომიგზავნე და არა პოდკასტიო და პოდკასტ კი რომ მიგზავნია 10 წუთიანი რო და მე მახსოვს ეგ ახალი შემოსული იყო რაღაც ხარვეზე ქონდა მესენჯერს თქვა 2x-ზე რო დააყენებდიან რაღაც აჩქარებას მე უკან ვეღარ თავდი ხო და ეს ქონდა ხალხს გაჭედილი და ძალიან სწრაფად უსმენდა ყველა შეტყობინებას აუ YouTube-მა დაამატა ხო რომ მომხმარებელს შეგიძლია ხმოვანი შეტყობინებით უპასუხო ანუ კომენტარი რო არის რეპლაი გაუკეთო ხმოვანი შეტყობინებით მართლა ხო ახალი ამბავია ჩვენთან შემოვიდა ახლა საქართველოს ჩვენთან ხო გუნდში დღეს მქონდა გახსნილი YouTube და არ იყო ეგეთი რაღაცა და კი ბატონო მე აპდეიტი უნდა გავუკეთო არ ვიცი მაგრამ ამომიგდო ეს ჩანდა ეს რეპლაიში არის ერთი აი როგორც მესენჯერში რომ თვითონ დააჭირო ესე აქ დააჭირო და ხმოვანი შეტყობინებით შეგიძლია უპასუხო ხო კარგია რა ვიცი მე მგონი არ გამოვიყენებ მაგას ხო ესეც სანდოს ლაპარაკობთ ახლა კიდე იქიდან რო არის ლაპარაკო ხო დღეს რა გამოგჩეცი ბოლო ეპიზოდებს ყოველთვის ვიწყებთ რომ დილით ბრძოლას უყურეთ ხო და დღეს დილითაც ხო უყურეთ დღესაც უყურეთ ჯეიკ პოლის და ენტონი ჯოშუას კრივს კი მაგრამ აი კრივი უკვე ის გახდა ცირკი გახდა ნუ ეგ კრივი ხა სადაც მაგრამ იუთუბერის კვალობაზე კიდე კარგად გაუძლო heavyweight-ის ძიმეწონოსანი მუშტებს 6 რაუნდი და მე ფოტო იდო 2 ადგილ ბოლო დარტყმით ითის და ანუ 2 ადგილას გავუტეხა ყბა ყბის ზვარია გადახილი 2 ადგილას იმას
წარმოიდგინე 100 კილომდე ნეტონი ჯოშუა რომ ესე გამოქნეულ ხელს რაღაცა ესეთ იმასავით დატანტალებდა რაღაცნაირად ესე ბოლოს საერთოდ არ ეჭირა სახეს ხო დაიღალა ძალიან და იმიტომ ისეთი საირჩია სხვა გზა არ ქონდა რომ ბევრი უნდა ერბინა რომ იქნება აქ დაიღალა ეს მაგრამ ნუ არ გამოვიდა მოკეთ გაილახა ჯეიკ პოლი და ძალიან მხარია თელი დამიწას ჯეიკ პოლი საერთოდ მაგითი 100 მილიონი აიღო ანაზღაურება მეორე მაგ ჩხუბში წარმოიდგინე ანუ ესე ვთქვათ როგორ გითხრა მაგის მარკეტინგი ეგ არის რომ ხალხს თავს აძულებს სპეციალურად რომ მე ყველა ყიდულობს ამ ბრძოლას და ფულს იხდის რომ ნახონ როგორ გაილახება ანუ აი ესე აკეთებს ფულს რა ცუდია ეგ იგივე არის ნუ ბევრი მოუგია ბევრი ისეთი UFC-ის მებრძოლები ხოცა გათიშა თვითონ ანუ ცუდი მოკრივე არ არის რა პროფესიონალი არ არის თვათ ისეთი დონის მაგრამ მოგეთ რა ვიცი 100 მილიონი ჩაიდო ჯიბეში თვითონაც ალბათ ხო მაგრამ აი რაღაცნაირია რა ხახს რო ხარია შენი გალახვა ცოტა ეს არის 100 მილიონად მე ავიტანდი ერთ ენტონი ჯოშუას გამოქანებულ დარტყმას და დავნოკაუტდებოდი და ხახს რო ხარიათ არა მაგრა გცემენ აუხარდეს 100 მილიონი ისე გამიხარდებოდა რომ ხო ეგეც არის კაი რა გვაქვს შემდეგი ამოვწურეთ სოციალურ ქსელში არა რანაირად ამოვწურეთ არა ჩავიმე საერთოდ ძალიან გართულდა ურთიერთობები ამ სოციქსელების ეპოქაში რა ანუ ეხა აი მაგათაც ესეთი ტერმინი შემოვიდა გოსტინგი დამაგოსტინგა და ეგ იმის მერე შემოვიდა მოდაში მოჩვენება და აქცია არა თვითონ იმას აქნა მოჩვენება არა ჯერ ახსენე ანუ ეგ არის რომ არ იმჩნევს შენ არც კომენტარს არც მესიჯს არაფერს ხო ანუ რაღაცა ურთიერთობა დავიწყეთ და უკვალოდ გაქრა მერე ეგ არის დაგოსტინგება მე მგონია დაგოსტინგება არის რომ წერ მაგრამ რეაქცია რა არაფერზე ხო მაგრამ მანამდე ურთიერთობა გქონდათ რა რაღაცა გარკვეული სახის არ ვიცი ეს რაღაცა ხო ერთი შეხვედრა იქნებოდა თუ ერთი მიმოწერა ან სამი მიმოწერა თუ მეც შედეგია ხო გაქრა ანუ არც თვითონაც აღარ მეკონტაქტებოდა არც ჩემ კონტაქტზე რეაქცია რა თქვა ანუ მისთვის გავხდი მოჩვენება ხო მაგრამ ხო და რაღაცა ეს უფრო შემოვიდა ამ სოციალური ქსელების ეპოქაში შემოვიდა რა აქტიურად რომ აი რო გგონია რა რომ რაღაცა ელაპარაკეთ, კარგად წავიდა დიალოგი, რაღაცა მთელი ღამე ელაპარაკეთ, მე შეხვდი რაღაცა და უცებ შეიძლება გაქრეს ისე რომ აღარც მოგწეროს, აღარც დაგირეკოს და არც არაფერი რა. ანუ უფრო დეიტინგის სფეროში არის და გოსტინგება? კი. კიდე მახსენდება ძალიან ბევრი სელფი ერთნაირ, ანუ ძალიან ბევრი სელფს როდემენ ხოლმე ერთნაირს. ხო. მაგალითად სპორტ დარბაზიდან ყოველდღე დადება გასახდელი სარკიდან, ანუ უკვე ნავარჯიშები ხარ. მეთქი ერთ დადებაზე როდება, იმიტომ რომ ეგეთიც არის ხოლმე რა. ბევრს თუ ეს არა, მე ვიხარი ერთნაირის შინ არის სტორები რო გაქვს რა. ხო. ამიტომ სხვადასხვა სტორებს უკვე იდეაში ძალიან იშვიათად ხსნი ხოლმე. აი ინსტაგრამის თავში პირველი სამი რაც გამოჩნდება ხოლმე, მარტო მაგას ნახულობ ხოლმე, ისიც იშვიათად და დანარჩენი არ ვნახულობ. ხო, არა, მე სტორებს უყურებ ხოლმე. და განსაკუთრებით აი Facebook-ის სტორები, აი თავის თუ დამეჭირა ხელი შემთხვევით, თორე არ ვიცი რატომ, მაგრამ Facebook-ის სტორებს არ აი ხა მაგაზე გავახსენდა, შემთხვევით რომ დაგეჭირა. ანუ შემთხვევით არა, მაგრამ აი ხანდახან არის ხოლმე, რომ აი რაღაცა სტორი გახსენი, ან ვიღაცის სტორი გაინტერესებდა ახლობლის, ნახე და შემდეგზე გადახვედი და აი ვიღაცას აქვს 54 წამის წინ დადებული სტორი. და ერთი მომენტი ხო მაგას ფიქრობ, რომ ახლა ამას გონია რომ ამის სტორებს ვუზივარ რა, მაგრამ შეიძლება იმას სულ არ ეგონოს და სულ არ უყურებდეს, მაგრამ ერთი წამით. კი. გაიფიქრე მაგას. ძალიან ადრე ვნახე. რას დრო უნდა გავიდეს სანამ სტორებს ნახავ რა. ხო რა. ეტიკეტია ეგეთი. კი. აი ეს სტუმრად მისვლა რომ ცოტა უდენად დააგვირა, ცოტა ხანი ეგეთი პონტი არის. ეხ შეიძლება მაყურებელმა ესე გამაკრიტიკოს მაგის გამო, მაგრამ მამაშემ წავშალე მაგალითად მეგობრებიდან ერთი პერიოდი. ეხა მყავს ისე, მაგრამ ერთი პერიოდი წავშალე. ანუ რაღაცა ისეთ რაღაცებს რო გიწერს რა, რომ აი ცოტა წითლდები. ხო. მაგრამ იცი ის თქმა მინდა რომ მოგწევის წესებში კიდე არის ის რომ განსაკუთრებით თუ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სოციალურ ქსელში რაღაცებსაც ხდება ვიდრე მნიშვნელოვანია. აი მაგალითად შეიძლება ვიღაცის ფოტო დაალაიქო, მე
ალაიქებდი ხოლმე, მე აღარ დაალაიქო და იმან ჩათვალოს შენ ამას დემონსტრაციულად აკეთებ და აღარ მეოთხეჯერ რო დადო შვილის ფოტო აღარ დაულაიქე და ეწყინოს, თუმცა მილაიქებდა წინა 3 და ეხლა რატო აღარ მილაიქე, ანუ ხანდახან ადამიანები ბუნებრივად თვითონ მით უმეტეს შეიძლება ერთი დღე რაღაც ისტორიის შემთხვევით გავხსნა, მეორე დღეს აღარ გავხსნა და იმანი ფიქრობს რომ აღარ ნახულობს ჩემს სტორიას სპეციალურად. ან წინაზე თუ დაალაიქე ხა თუ არ ალაიქებს. ამას ხშირად ყოველთვის ესეთ გამიზნული და ნაფიქრი არ არის ადამიანებს სოციალურ რაღაცებს რო აკეთებთ. იცი რა, შეიძლება შენთვის არ არის, მაგრამ ძალიან ბევრისთვის შეიძლება, ალბათ ჩემი აზრით უმრავლესობისთვის არის რა, იმიტომ რომ ეგეთი დრო მოვიდა. ანუ სოციალური ქსელებით ვცხოვრობთ რა. ელემენტარული კონტაქტიც კი, ხო, რომ აი დაელაპარაკო ადამიანს, რაღაცა კონტაქტი გქონდეს, ნახვაზე უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, მიმოწერა არის, ან დარეკვა არის, ხო? ეგ კი, მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი რომ მაგის მიუხედავად, მაინც შენ აწყობ იმას, შენ როგორ მოგიდგებიან და შენ საქციელს როგორ აღიქვამენ რა. ანუ დრო მოვიდა და ამიტომ გიწევს მაგის კეთება არა, აი მაგალითად თუნდაც დაბადების დღეებს არავის არ ულოცავ. და მეც სახურული მაქვს, ჩემი ბევრი მონაცნობა ეს უკვე იცის. ხო. და აღარ წინთა ეს რა ხვდებიან მაგას რა, რომ არ აქვს მოლოდინი რომ მე დაუწერდი რა, გასული 5 წელს განმავლობაში რომ ყოველ წელს მიმელოცა და წელს აღარ მიულოცო, შეიძლება იფიქროს, მაგრამ რახან უკვე იციან რომ ესე ვიქცევი. მოლოდინიც არ აქვს შესაბამისად რა. და მგონია რომ შეიძლება მეცდები, მაგრამ ადეკვატურად აღიქვავენ. იმას რომ მაინც იცის სოციალურ ქსელში ვინ როგორი როჟა არის რა. ანუ ვეღაცა სოციალურ ქსელში არის და ახალ სტორი დადებული გაქვს და ერთი წუთი არა გასულ დაგილაიქა. და ეს გრძელდება 4 თვე და მე უცებ აღარ შვება. შეიძლება იფიქრო რომ რაღაცა ეწყინა. ანუ შენ როგორც იქცევი, მაინც იმას აღიქოს ხალხი და მაინც იცი რომ ფრენდი როგორ იქცევა სოციალურ ქსელში რა და არა ის რომ ყველა ერთნაირად იმას აქნა რომ ვეღაცამ პირველივე წუთს თუ არ დაგილაიქა ყველა ფრენდმა იმ დანარჩენებზე უნდა განაწყენდა, ვინც არ დაგილაიქა რა. მართალი ხარ, გეთანხმები. გასაგებია ვთქვი, ახლა მე თვითონ მოვისმინე, მე თუ ვერ მივხვდი რა ვთქვი. კი ადამიანი მგონია. ცოტა რთულად. ცოტა რთულად, მაგრამ გასაგებია. ხო, სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო, როგორ არის რაღაც ეგეთი ვთქვი რა. ხო, მოგეთ, არა დროს მნიშვნელობა და რა ის შემოვიდა, აი ცოტა ხნის წინ იყო რომ აღმოვაჩინე რომ თუმე ემოჯი რომელიც იღიმება ატომღაც მოვიდა დრო რომ ეგ უკვე წერული იმიჯი არის და რაღაცა ღიმილს რომ იწერე ეს უკვე ითვლება რომ პირიქით ცუდი ქენი და აი რა ღიმილი არის ცუდი არის და ღიმილი მე მეშლებოდა ხოლმე მაგას რომ წერდი ხოლმე ნერვები მეშლებოდა ხო და ჩემთვის არის ღიმილი ჩვეულებრივი და თავიდან მასე მოიგონეს და ეხა ამიტომ გადაწყდა რომ ეს ღიმილი სხვანაირად არ იქ აი ეგეთი რაღაცები ტრენდები თუ ტენდენციები ცოტა ნერვებს მეშლის ხოლმე და სპეციალურად არ ვყვები მაგას ანუ ისევ ღიმილად ვხმარობ და ვიღაცას თუ ეგონება რომ მეც 40 წლის ლამის ადამიანიც და ვიღაცა თინეიჯერიც რომ ღიმილს გაუგზავნოს და მეც და ის ერთნაირად აღიქვამს ეს მისი პრობლემა იქნება მე არ ვარ თინეიჯერი მაგრამ მეც აი რაღაცნაირ სმაილს ჩვეულებრივი ორი წერტილით კლასიკა პირველი რაც იყო სმაილების სათავე თუ ორი თვალი და ღიმილი აი ეგ ეხლა არის ცუდი სმაილი ხო აი ეს წერული ხო ხო და სისულელი არის ნუ ესე დამკვიდრდა ახლა და რა გინდა რომ ხო და ნუ არ არის ხო იცი აი უკვე ტრენდი აღარ არის ესე არის რატო არის ესე ჩემთვის არ არის და მე არ აღვიქომ ესე შენთვის არ არის ახლა ეგრე არ ხდება რა აი როდიდან მოხდა ნუ აი რა მოხდა რომ იმის მერე უკვე წერული იყო აი გამოვიდა Facebook-ი და გამოაცხადა რომ დღეიდან ჩვენ ემოჯი ხო ამდენი თავიდან არ შექმნილა ხო ერთი იყო და მე უკვე როგორ Forest Gump-მა გააკეთა ხო და მე ეს სხვა ემოჯები რომ შემოვიდა და უფრო საყვარელი შემოვიდა რომელიც მართლა იღიმება ესე გულით იღიმება სამდეში ხო მე მივხვდი რომ აი იმის გაგზავნა უკვე აღარ არის ხა სადაც ის არსებობს ეს რო არსებობს. ხო და ეხლა წარმოიდგინე აი რა სისულელეში გადაიზარდა ეს ყველაფერი და რამდენი დრო ის კარგვა მიდის მაგაზე რომ აი სხვანაირი ღიმილია და ის ამ ღიმილს ის ღიმილი ჯობდა აი აწეთლებული ლოყებით იმიტომ რომ ის ნამდვილი ღიმილია რო იღიმი ხოს უცი გიწეთდება ლოყები აი ახლა ხვდები რა სისულელეა რა ამ ძალიან დიდ ნიშნობას ვანიჭებთ და მოიტანა შეიძლება მოიტანა დრო მაგრამ სისულელეა თქო ფიქრობ და მაგაში გეთანხმები ეს დრო მე მაგას ოდესღაც მაგაში გეთანხმები კაცო სხვა რაღაცას ვამბობ უბრალოდ რაღაცები არის რაც დამკვიდრდა და ტრენდი არ არის მაგას ვამბობ რა ტელეფონი გირეკავს ხო რა ვიღო მაკლერი არ იყოს სხვადასხვა ბინას ვყიდით დაავლაბარში თუ გინდეთ ალო
კაი, აღჭრა იყო ვესაუბრეთ, მაკლერი იყო და. კითხვა გვინდოდა მაყურებლისთვის, როგორც წინაზე დავსვით, რომ გავიცნოთ. წინაზე იყო რა გიყვართ, ხო? ხო, გავიცნოთ ჩვენ მაყურებელი. საინტერესო კომენტარები იყო. პირველად გავიგეთ. კი. დღევანდელი კითხვა რა არის? დღევანდელი კითხვა არის დღის რა მონაკვეთში გვიყურებენ, ხო? რა ვითარებაში საადრეო? ხო, დღევანდელი კითხვა არის რა ვითარებაში, რა სიტუაციაში გვიყურებთ ან გვისმენთ? ხო, ჩვენს პოდკასტს. ან ზოგადად პოდკასტებსაც. და თუ ჩვენი განსხვავდება და ჩვენ კონკრეტულად ამ პოდკასტს სხვანაირ ვითარებაში უსმენთ, ეგრეც დაგვიწერეთ. ხო. მაგრამ აი ძირითადად მანქანის ტარებისას საღამოს ჭამის დროს ან დილით უფრო სამსახურიდან გახვალ თუ სამსახურში მუშაობისას, ტრანსპორტში მზადობისას რა ვითარებაში უსმენთ ყველაზე ხშირად? ძილის წინაც უსმენს ხოლმე ბევრი. ხო. და გვიყურებთ თუ გვისმენთ. ხო, ეგეც აი ჩაკეცილია და უსმენთ თუ გვიყურებთ. დაგვიწერეთ მოკლედ კომენტარებში, ავპინავთ. აპინულ კომენტარში და სპეციალურად იქნება აპინული და ამ თემაზე იქ ვისაუბროთ. შემდეგი? კარგი, სამი საინტერესო ფაქტი. გამოუშვე. მე რომელიც დღეს მომზადა სპეციალურმა კორესპონდენტმა. პირველი არის ესეთი. ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Colossal Biosciences განაცხადა, რომ მათ წარმატებით გამოიყვანეს 3 dire wolf-ის ლეკვი. ეგ ხო, ის Game of Thrones-ის მგელი, ხო? ხო. ხო, ეს ცხოველები დაახლოებით 13,000 წლის წინ გადაშენდნენ. ხო. და ეს ნამდვილი ისა სამეცნიერო რევოლუციაა. ხო. ეს dire wolf არ ვიცი, იმას ვკითხე მე, ჯემინის ვკითხე და მომაკვდინებელი მგლები, ესე გადამითარგმნა. ხო, უფრო საშიში თუ სასტიკი თუ რაღაცა ეგეთი. ხო. და მოკლედ მაინტერესებს შენი აზრი ამ გადაშენებული ცხოველების დაბრუნებას. Jurassic Park, მივალთ ალბათ Jurassic Park. ხო, და რაღაცა მესო ესე უყურებ, რა არის შეიძლება იმების ფილმების ზეგავლენა არის, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს აუცილებლად, რომ რაღაცას რო ეჩხიკინები, რაც აღარ არის და ეჩხირკედელავები, მე კარგად არ დამთავრდება ეს რა და. შენ ფიქრობ? ხო, რა ვფიქრობ რა, მაინც მოხდება ეს ადრე თუ გია რა, იმდენად საინტერესოა და მნიშვნელოვანია თან ეგ თუ შევძელით, ეგ კიდე მე ბევრ ახალშეაზრებობას გაუხსნის კაცობრიობას, რომ ადრე თუ გია მაინც მოხდება ეგ რა, რომ უბრალოდ დნმ-ის დახმარებით და რაღაცა ეგეთი მონაცემის დახმარებით გადაშენებული ის რაღაცა ის მაინც თუ გაქვს ნამარხი, იქიდან მე აღადგინო ცხოველი და კლონირება და რაღაცები ადრე თუ გიან მაგამდე მივიღოთ დინოზავრებსაც გავაცოცხლეთ მამონტებსაც და რა საინტერესო იქნება რა, მაგრამ ყველანი ერთად როგორ დავეტევით მე არ ვიცი. ანუ Jurassic Park-ი მგონია რომ უცბად მოხდება, შეიძლება 2150 წელს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, როგორც რამდენიმე Disneyland-ი არსებობს დედამიწაზე, ესევე რამდენიმე Jurassic Park-ი გაკეთდეს სადმე კუნძულზე, აი ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. რომელ გადაშენებულ ცხოველს იყოლიებდი სახში? უსაფრთხო რო იყოს. აი რო გითხან რომ თუნდაც ახლა ეს მგელი არაფერს არ გიზავს, მაგრამ ეს სახში გიყოლება რა. გელი? ხო. გელი ალბათ. აი ამას დაიწყო საყვარელი ამაზე თეთრ მგლები რო არის. ულამაზესია, თან რაღაცა მისტიკურია მგელი ხო იცი რაღაცნაირად. გელი, პატარა დინოზავრს. აი ამ ხელა იმას ბრონტოზავრია ხო, ის ძალიან გრძელი კისერი და კუდი რო აქვს. ეგ არის ბრონტოზავრი მეგონი. ეგ თუ შეძლებენ აი ამ ხელა გამიკეთა იმის. აი ამ ხელა. რა უკვეთავ? ხო, ტემუზე. დიდის მაგათ პატარა დინოზავრია ჩამოგდი ტემუდან. ეს დადის კატასავით. ძალიან დაბოლი ბუჩქი უნდა დაუდო რომ. ან ეგეთი პატარა უნდა იყიდო მტაცებელი და რომ უნდა რომ შეგჭამოს და ვერ გჭამოს. ხო, ტირექსი პატარა ამხელა. უკბენს ესე თითზე. ხო და ის პრინციპში ეს ალფიცეგრი არ არის. ხო, პატარა მტაცებელი რომ შეგჭამოს თორე თუ დიდი რო იყოს და გაბრაზდეს შეიძლება შეგჭამოს. ხო, ისა. არა, ალფერა შეგჭამოს, მაგრამ რაპტორი მე რაპტორს ვიყოლიებდი. რაპტორი რაღაცნაირი ისეთი იყო. აი ეს ირაქნებასავით ინდაურივით იყო და ხო, სხვათა შორის ისა ფილმებში არის რატომღაც რაპტორი ძალიან ისეთი რა. ხო, საშიში და ხო, რაღაცნაირი მაგარი ტიპი არის რა. და ამ დროს ის იყო რაღაცა ქათმის ხელა იყო თო. ქათამი არის, მე მგონი ქათმის წინაპარი არის რა. ხო, ეგ კი. მოგეთ პატარა ტირექსი ან ბრონტოზავრი რა. ხო.
ან ის მეოსება კიდე ავე ხაი ჩემი შვილი ლუკა რო იყო საქაზე პირათით იყო და დინოზავრი ანკილოზავრი რაღაც ასეთი იმასავით რო აქ გვირგვინივით რო აქ და ბუხუნია რო იყო ბეჰემოც რო და ხო მარტო რქასავით სხვადასხვა მე მგონი სათაფლიაში არის მაგის ის არა ქვია თოჯინა თოჯინა არა ნაყოფი ხარ სათაფლიას ტყეში არა იქ არის რა ეს დგას დინოზავრის მაკეტი კი არა და თოჯინა თუ არ ვიცი მაგას რა ქვია რა ანუ როგორი იყო ანკილოზავრი და რამხელა იყო ეგ დგას და რაღაც თავსაც ამოძრავს თუ ხო ეგ ნანახი ისინი რა ქვია ვიდეოებით ფოტოები ნამყოფი არა ვარ სირცხული წავიდეთ მე კაი თვითონ ნაფეხური დიდი არაფერი აი ამ ხედა ნაფეხური არის რაღაცა ინდაურის ფეხი გეგონება თუ პროსტა გეგონებენ რომ ეს დინოზავრია მეც ეგ ის ქონდა წარმოდგენა რომ დიდი რაღაცას ვნახავდი რა აი ხა იმაში რო არის ის ფილმები ძალიან ბევრ რაღაცაზე მე გვიცროებენ იმას იმედებს რა ცხოვრებაში სუის მოლოდინები იქ რაღაცა რომ აი ფილმში როგორც არის ისეთი ბერლინში რო ვიყავით დინოზავრების მუზეუმში მარტო დინოზავრებს არის რაღაცებიც იყო ეს ბრონტოზავრი იყო მე მგონი იქაც ან სხვა რაღაცები იყო და არგენტინოზავრი რაღაცები ხო იყო დიდები ერთ-ერთი ძალიან დიდი იყო და ძალიან შტამბიშტავი იყო რომ შევედი და ახლა რაღაც ჩონჩხი იდგა ეგ თუ შევძელით ეგ აუცილებლად უნდა გავაცოცხლოთ ხა რა მე არა ვარ მაგის მომხრე ხა რა რატომ უნდა გავაცოცხლო აუცილებლად რა რაღაცა მოხდა ისეთი რომ ბუნებამ გადაწყვიტა ესე რა რომ ეს უნდა მომხდარიყო და შენ გახარ და ეჭხირკედელავები რაღაცას რაც შეიძლება საფრთხე იყოს მე შენთვის ბუნებამ რომ გადაწყვიტოს რომ კაცობრიობა განადგურდეს არის ბრძოლები გადასარჩენად რა გააჩნია ბრძოლის მეთოდებს ახლა კაცო აი მოდის ასტეროიდი და ხო დაიწყებ ჩალენჯი რომ იქნება ხედქო რამე რაკეტა და იქ ავაფეთქო ან რაღაც გადარჩენისთვის ხო დაიწყებ ბრძოლას კი ჯერთ იქ ჩემზე იქნება დამოკიდებული ბრძვის ქეროლი და მარტო რჩება პურიბოსი ნახეთ მაგრამ ბარემ მორჩეს და მე შემდეგ კვირაში თლიანობაში განვიხილოთ კაი პურიბოსი კარგი ხო ეს არის რა ეს მომავალზე ლაპარაკობდით ძალიან მაგრამ ამ გლებსაც ემუნებით ნახავდი თუ გაზარდეს უკვე და გააკეთეს მეორე საინტერესო ფაქტი 1582 წელს როდესაც იულიუსის კალენდრიდან გრიგორიანულზე გადავიდნენ კალენდარში 10 დღე უბრალოდ ამოჭრეს ასე ამოიღეს იმ წელს 4 ოქტომბრის შემდეგ პირდაპირ 15 ოქტომბერი გასცემდა ხალხი შოქში იყო, ბევრს ეგონა რომ ცხოვრების 10 დღე მოპარეს. ზუსტი ისტორიული დეტალები გაინტერესებს? ეს მოიცა ანუ გადახტნენ წინ, ხო? ხო. მანამდე მოქმედი მანამდე მოქმედი იულიუსის კალენდარი წელიწადს ცოტა უფრო გრძლად ითვლიდა ვიდრე სინამდვილეშია. საუკუნეების განმავლობაში ამ ცდომილებამ დააგროვა ზედმეტი 10 დღე, რის გამოც გაზაფხულის ბუნიობა და საეკლესიო დღესასწაულები მაგალითად აღდგომა სეზონებს ასცდა. რომის სეზონებს აცდა, ხო. რომის პაპმა გამოსცა ბრძანება, რომ დაგროვილი 10 დღე უბრალოდ ამოეღოთ კალენდრიდან. ხო. იმ ქვეყნებში რომლებაც მაშინვე მიიღეს ეს რეფორმა, ეს იყო იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, 1582 წლის ოქტომბერს 4 ოქტომბრის ხუთშაბათს მოჰყვა 15 ოქტომბრის პარასკევი. მას 10 დღე? ხო. დაბათ 13 დღიანი საიდან გვაქვს? სხვაობა დღეს ძველ და ახლას. ეხა უყურე, ეს ფაქტი ხშირად იწვევს დაბრუნებულობას, რადგან სხვა ქვეყნებმა ეს რეფორმა სხვადასხვა დროს მიიღეს. მაგალითად ბრიტანეთმა ეს მხოლოდ 1752 წელს გააკეთა და იქ უკვე 11-ის ამოღება დასჭირდა. გასაგებია. ხო, ანუ 24-ის საათი კი არ არის 23 საათი 50 და რაღაცა წუთი და რაღაცა წამები აკლია თითო დღეს და მე დაგროვდა ის. ეხლა წარმოიდგინე 10 დღით რო გადაახტე რა. და ნაკიანი წელიც მაგიტო არა გვაქვს? ხო. მე ამის ეს ერთი დღე რას რო გადაახტე? ეხა აქედან 10 დღე რო გადაახტე, რას ასწდებოდი, ან რას გამაზავდი? 30 დეკემბერი გახდებოდა პირდაპირ. მე დაბადების დღეს გავმაზავდი. ბოლზე მილოცებს. ხო. და პირდაპირ ხვალ იქნებოდა ესა, ახალი წელი. ეხა კაი იქნებოდა გადახტო. ხო, რაღაც აი უცნაური არის რა, მაინც. არაფერს არ ცვლის. მაგრამ რაღაცა ის არის დებილობა.
კაი, მესამე? ხო და ეს ხოთაშორის ეს კაი, გარვიცოდი რომ მოვიძიე. ქვეყნები რო სხვადასხვა დროს გადავიდნენ და მოგიტოს. ეს საინტერესო ფაქტი რომ მოვიძიე, მე ვკითხე რა, იმას ჯემინის ვკითხე, რომ ეს დამიზუსტა მეთქი როგორ არის თქო და მე ესე განმივრცო სად როგორ მოხდა რა. ჯემინი კაი საკმაოდ მეგობარი. კი. ჯემინის შეხვედრა უნდა გაგვეცნო, ის ყოველდღიურად ხმარობთ ჯემინის ორივე რა. ხო. გადავიდე შემდეგზე. შემდეგი არის multitasking-ზე. რომ multitasking-ი რეალურად არ არსებობს. ანუ ბევრი საქმეს ერთად კეთება. ხო. ანუ ადამიანის ტვინს არ შეუძლია ერთდროულად ორ რთულ დავალებაზე კონცენტრირდეს. ის უბრალოდ ძალიან სწრაფად გადადის ერთი საქმიდან მეორეზე და ეს პროცესი ტვინს აზიანებს. ზრდის შეცდომების ალბათობას და აქვეითებს IQ-ს დაახლოებით 10 პუნქტით. აქვეითებს ცხოვრებაში, გიქვეითებს თუ იმ მომენტში? ცხოვრებაში. მე რა, ანუ მის განმავლობაში რაღაცა დიდი პერიოდი. მეგონი მომენტში გულისხმობდა. ანუ აი თქვა თუ გაქვს 140 IQ და ბევრ საქმეს ერთად აკეთებ, 130-ის IQ აკეთებს ერთად რა. ეს IQ ვაფშე. არა. შენ რასაკეთებ ხოლმე ერთდროულად? მე აი ამონტაჟებ ხოლმე პოდკასტს ან კაცებს ან ამ პოდკასტს და თან გახსნილი მაქვს რაღაცა აი მიქნია რომ პრემიერში ეს მაგაშო ფოტოშოპში ქავრს ვაკეთებ, კიდე რაღაცას ვკითხავ, რაღაცას ჩატში პასუხობ, რაღაც ესეთი მიქნია. ხო და აღარ ქნა, თორე დაგიქვეით და IQ ხო ხედავ. დანარჩენი არის ხო რაღაცას ვაკეთებ ხოლმე და მე აღმოაჩენ ხოლმე შუა გზაში რომ ძალიან ბევრ სამყაროს ვაკეთებ ერთდროულად და ნერვი მეშლება ხო. ანუ რაღაცა მეშლეს ნერვებს და ვერ ხვდები რას და მე ვერ ხვდები ხოლმე თუ აი ეს რომ ძალიან ბევრ სამყაროს ვაკეთებ ერთად და ეხა ეს ერთი დამთავრე მე მეორე მე მესამე. ხო. აი რო გინდა რომ მოვასწრო და ყველაფერს ერთად წამოიკიდებ რა. ხო მე ყველაზე ცუდად multitasking-ი მანქანაში თავდება ხოლმე საჭესთან, თან ტელეფონთან, მანქანის ტარებთან რაღაცა შეიძლება სვავდე. ხო. მაკიაჟს იკეთებდე ძალიან ხშირად, მამაკაცი მძღოლები. ეს ის რო არ გამოგხსოდა სექსიზმი რო არ გამოგხსოდა გადააკეთე ხო? ხო, აიტ. აი ამდენი ყოფილი შენ თვითონ შეგიმჩნევია რომ ვიღაცა მიდიოდა ძალიან ნელა ან ცუდად და გაგვისწრია და იჯდა მძღოლი რომელიც ტუჩსაც ხსისმევდა. ხო. ძალიან ხშირად შემიჩნევია. კი. თან აი კაი დაუშვათ პლუს ტელეფონზე ლაპარაკობდეს. მე რა მინახავს კიდე იცი რამდენჯერმე მინახავს რომ აი ტუჩსაც ხისეთია რა აი უცებ შეიძლება რაღაცა ჰიგიენური ამოიღო და აი ესე გადაიშვა და ჩადო ხო რაღაც შეჭამოუცებ ხო არაფერი ანუ სარკეთ შეიძლება არ დაგჭირდეს რა უფერო ან რაღაც ჩადო მაგრამ მე მინახავს აი ეს პროფესიონალურ მაკიაჟს რო იკეთებენ რომ ფუნჯებით რო იკეთებენ ანუ ტარების დროს ქალები კი ოღონდ არ გეგონოთ რომ კარგად ატარებდა ანუ რო შეხედავ და აი რეებს აკეთებს რომ შოკში ვარდები და მე რო გაასწრებ და შეხედავ და მაგას აკეთებს რა ეგეთ რაღაცას მინახავს კი ბატონო ნუ შვებით ო ტელეფონზე ლაპარაკი სიგარეტის მოწევა მანქანის მართვა ტელეფონზე ლაპარაკი მესიჯობა ლაპარაკი ხო კი ერთია მაგრამ აი მესიჯობა ესე რო იციან ძალიან ნელა რომ მიდის მანქანა და ესე რო ვითომ რო უყურებს გასას და თან რომ მესიჯობს და როგორია რომ არაფერს არაშავებს და ამას უკენდან სიგნალები რო გაიწი კი აი multitasking-ი და მაგდროს ეთყობათ ხოლმე რომ დაქვეითებულებთ იქ ხო როგორ მოგეწონა საინტერესო ფაქტები რაღაცა ყველაფერი იცოდი ხო multitasking-ზე არ ვიცოდი multitasking-ზე არ მიფიქრია რა რომ რეალურად კი არ არსებობს უბრალოდ ესე ხტუნაობ ნუ დაფიქრე მართლა ეგრეა ხო ხო მე მაგალითად მართლა ერთდროულად ორ რაღაცას ვერ იზავს სხვადასხვა რაღაცას მე მაგალითად კაფეში რო ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ კაფეში უკრავდი ან ივენტზე უკრავდი და მაგ დროს ძალიან საინტერესო მატჩი ყოფილა ესე გვერდზე მინდებს ხოლმე ტელეფონი ჩართული და უკრავდა და იმას უყურებ ხო მაგრამ ხო მე multitasking-ია არაკეთებ უყურებ ერთდროულად ორი რთული საქმის კეთებაზე არის ლაპარაკი მაგალითად ის კეთება არ არის უყურება არის ანუ თან რო ვუკრავდე და თან მესიჯს წერდე ხო რაღაცა ეგეთი აი ხო ფიქრობდი და ეგეც გამიკეთებია მგონი თან დაკვდა და თან მესიჯს წერდა ხო და ეგეც არ არის ანუ იმ მომენტში უცებ ერთვება რა ხო ანუ გადაერთვება ერთვება ხო ეს იყო დღევანდელი საინტერესო ფაქტები მადლობა არაფრის IQ ერთით მაინც არ გაგვიზარდა საინტერესო ფაქტები რომ მოვისმინეთ ხუთით კაი გადავიდეთ თამაშზე დავაი თამაში გვაქვს ესეთი ხო 5 წამის წესი ესე ვქო 5 seconds rule ხო
რა 5 წამში უნდა გასცე რაღაც კითხვებზე პასუხი. ან დაასახელე 3 რაღაცა და 5 წამში უნდა მოვასწრო რა. ერთმანეთს მომზადეთ შეკითხვები. 3 შეკითხვა მე მაქვს შენთვის, 3 შეკითხვა შენ გაქვს შენთვის. 3-ს თუ დაასახელებ ერთი კულაა. ხო. თუ ვერა და 0. ვინც მოიგებს, გვაქვს სანაძლეო? ხო. და ეს ისე დავდო რომ არ დაინახო. არ შევხედო. ტაიმერი ჩავრთო და წაგებული 1 კვირის განმავლობაში შემდეგ ეპიზოდამდე რეცხავს ჭურჭელს. ხო. ტაიმერი 5 წამიანი. დაიწყებ თუ დავიწყო? დავიწყებ. და მაშინ ესე აი ჩამირთე ხოლმე სტარტ და მე დისმის ეგრევე დააჭირე პირველივე იმას. ჩამოთვალე 3 რაღაც, რაც შეიძლება იყიდო ერთლარად. ასანთის კოლოფი, ყავის ერჯირადი პაკეტი, სელპაკის სალფეტკი. სუპერმარკეტის სალარო წარმოვიდგინე და იქ რაც აწყვიეს. ეს მარტივი იყო. 5 წამში დაასახელე 3 ვარჯიში, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვარს. სკრარი. სკვატი. ბულგარიას სკვატი უნდა მეთქვა და ვეღარ თქვა. აი ეს რა არის? რატო? 3 ვარჯიში რომელიც არ გიყვარს და მაშინ შემეძლო მომეტყუებინა, რას მიხვდებოდი. ხო შეგიძლია ჩამოთვალო 3 ვარჯიში რომელიც არ გიყვარს. ბარფი, ბოქს ჯამპი, ბულგარიან სკვატი, რა ვიცი. დევილ პრესი გიყვარს? ტრასტერი? კაი, 1-0. შენჯერია. კარგი. ჩამოთვალე 90-იანების 3 რომანტიკული კომედია. უძინარნი სიეტლში. 90 აი იმაზე წავედი. თავ. ვაფშე რომანტიკული კომედია არის? რა, უძინარების სიეტლში კი. ტომ ჰენქსი გამახსენდა და იქიდან წავედი, მაგრამ მე ავიჭერი წლები რომელი იყო. რომ შეგიძლია დაასახელო 90-იანების? კი. აბა. Notting Hill, Pretty Woman, უძინარების სიეტლში. Notting Hill 90-იანების არის? კი. კარგი. ეხა ეს ბევრად ძნელი იყო ვიდრე ვარჯიში. იმიტომ რომ ვარჯიში ყოველდღიურობა არის, ეხა ეხება და ყოველ კვირას მივდივართ რაღაც ვარჯიში იჩნდება, რომელიც არ გიყვარს და 90-იანების რომანტიკული კომედიები. მოიცა, ეხა როგორ არის ეს? ხო, ხო. არა, ქულა ვერ ავიღე, ანუ 1-0-ია. დაასახელე 3 დივაისი, ანუ მოწყობილობა, ელექტროს და არა ელექტროს, რომელსაც დღეს აღარ ვიყენებთ. პეიჯერი, მაგვით პეიჯერი кайღო მე არ გამხსენებია, მაგრამ პეიჯერი. ანუ მაგვიძარა, არა, მაგვიძარა არ არის. აიპოდი ან ვოლკმენი, რადიო, სახლის ტელეფონი, კალკულატორი. ხო ვერ იყენებ. ცალ-ცალკე დივაისები, როგორც დივაისი. ნუ გასაგებია ხო? აუძნელია ესე, პეიჯერი? შენ დაგჭირე 2 კითხვა. არა, 1 კითხვა. ხო, და მეც 1. ჩამოთვალე 3 რაღაცა, რაც მოგეწონა ჩემში, რომ დამინახე პირველად. თვალები, თმები, სახე, ტანი. რა, მაგას რა უნდა? ხო, მაგრამ გულახდილი არ იყავი. რატო რა იცი? იცი თუ ყველაფერი მომეწონა და მაგიტო რაც არ უნდა მეთქვა გულახდილი ვიქნებოდა. მაგრამ მეც შემეძლო ისინი ჩამომეთვალა ვარჯიშები რომელიც ჩამომეთვალა მე რას გავიგებდი გეთქო არ მიყვარს და აიღებდი ერთ გულას. ხო და მე გულახდილი ვარ და შენ არ ხარ გულახდილი. რატო არ ვარ გულახდილი რა რომელიმე იცი რომ არ მომეწონა? კარგი ხა. ანუ რა გამოვიდა ახლა 2-0? ხო, გულას ვეღარ იღებ. რაც არ უნდა თქვა? ანუ აზრი არა, აღარ აქვს. მოდი აი ეს იდეაში ადვილია, მაგრამ შენთვის რთული. წეს რთული არ უნდა იყოს. ადვილია, მაგრამ შენთვის რთული, ანუ ისა, ვარ, წერი ვარ. იდეაში ადვილი უნდა იყოს, მაგრამ ვიცი რომ ვერ პასუხებ. მაგრამ თუ პასუხე, ორქულიანი იყოს და ფრედ დამთავრდეს. და ისე ვისა გავაგზავნოთ ხან შენ ხან მე. რეცხვა? კაი მიდი. 10 წამს გაძლევ. არ მინდა რა არის ხა ეს. 10 წამს გაძლევ. არ მინდა. კაი. ჩვენს ვერანდაზე არის ერთი კარადა.
ნაცრისფერი და ჩამოთვალე 3 ნივთი, რომელიც ინახება ამ კარადაში. ლურსმანი, ბრტყელტუჩა, ჩაკუჩი. ვერ მოასწარი. ჩაკუჩი. ჯერ ხმა იყო და მე თქვი. აი მე თქვი რა, სწორად წავიდა თქვი იმ იარაღების ყუთზე და ისე ჩამოთვალე. ჩაკუჩია და რაი ბრტყელტუჩა სანამ გავიდა 4 რა ვქნა ჯერ ბაზერი იყო და მე იყო ჩაკუჩი და რა ვქნა. ანუ უყურე აი არაფერი. რა აბა? ანუ რა არის? რა. არაფერი უნდა მეთქვა რომ სანამ დავამთავრე სიტყვა, ისა თქვა და მე მივხვდი რომ სისულელე. არა, ჯერ ბაზერი იყო, კარგად მახსოვს და მე თქვი. რატო გეგონა რომ 10 წამი რომ მოგეცა ვერ ჩამოვთვლიდი? იცი რა, ის იარაღების ყუთი რო არ გაგხსენებოდა ვერა. დანარჩენი რა დევს აბა შიგნით? შლანგი როგორ რა შლანგი დევს? აქეთ მეორეში? ოკეი, კაი. მიმულია ის არ დევს, მაგრამ კაი, შლანგი ერთი. ისა 10 წამი გავიდა. 3 ჩამოთვალეო და ჩამოთვალე 4 უკვე. ხო და ის იმიტომ რომ ის იარაღების ყუთი რო გაგხსენდა, უკვე შეგეთ ბრტყელტუჩა, ჩაკუჩი, ლურსმანი. სკოჩი. ოჯახ. სკოჩი. მოთ მე მგონი სკოჩი აუჯაში დევს კაი ამდენიმე დღეა. სკოჩი. შენ უფრო რთული კითხავი გქონდა. არ მქონდა 90-იანებში რომანტიკული კომედიები, ბევრი რთული კითხვა 5 წამში გასახსენებად, ვიდრე ყოველდღიურობიდან რაც არის. ხო ჩამოთვალე მე 3. რომანტიკული კომედია. შენ? შენ აკითხავდი და ფიქრი ქონდა. კაი. ეხლა ხოს კომენტარები. კომენტარი. ერთი იყო ესეთი, რომ წინაზე ქონდა სუნამოზე ლაპარაკი. ნინო ჩხეიძის სუნამო. ხო, და რაღაც არასწორად თქვი, რომ პირველი წინაზე საერთოდ რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა თქვი არასწორად. ხო, მაგრამ მე ეს მეგონი თვითონ ახალ ამბავში ეწერა, შენიბრალი არ იყო. ხო და არ მახსოვს. ყველაფერს ხوار გადამოწმობ, ყველა სიტყვას რაც ახალ ამბავში წერია. სუნამოზე არასწორი იყო, რომ პირველი ქართული სუნამო თქო. ხო, ანუ აქ იყო რომ არ არისო პირველი ქართული სუნამო, რაღაცა შესწორება დაგვიწერა, ხო? დაგვიწერეს რომ ხო არ არისო, სხვა რაღაც არის და გასინჯეთო ძალიან ეს არისო. კარგიაო საოცრება მოგეწონებათ, მაგრამ სამწუხაროდ არ ხმარობთ არც ერთი არ ხმარობთ სუნამოებს და მადლობა რჩევისთვის. ხო, ესეთი კომენტარი იყო და მაგ იმას რაც შეეხება არასწორ სუნამოზე ხო არასწორად თქვი. ის არსენალის თარო მახათას თამეგონა. ხო, მაშინაც შენ თქვი რომ არ ვარ დარწმუნებულიო, მათხაზე გავუსვი. ხო, კარგი, ნახე როგორ მომართლებს. არა, მახსოვს ეგ მომენტი მახსოვს, იმიტომ რომ თქვით რომ ალბათ ეს არისო, მაგრამ ნუ ალბათ და ხო, ანუ არსენალის თავს სხვა არის. ხო, კი. და კიდე იყო იუსტიციის სახლი ერთია მეთქი და ეს ერთი რა უბედურებაა მეთქი იუსტიციის 3 ყოფილა. ხო და როგორც გაიხსნა რო არც ვიგია. მაგრამ ახლები არ იქნება ალბათ ის, ანუ უბრალოდ ახალი გახსნილია რა, იმიტომ მახსოვს რომ кай ხანი იყო ეგ თემა რომ ერთი იუსტიციის სახლი ამ ქალაქში. ხო, არ ვიცი. შემდეგი კომენტარი იყო. გზანში და ვარკეთილში ხო მეგონა? ხო, ეხა ეგეც არასწორი იყო. აკრო იყოს გვერდზე კვარტალში. შემდეგი ესეთი კომენტარი იყო, ჩაცმის ერთნაირ სტილზე გამახსენდა მსგავსი თემა სოციალური ქსელების სამყაროში დამიფიქსირებია ადრე, როდესაც ადამიანს რაღაც კონკრეტული გატაცებები ჰქონია, ჰობი, გემოვნება, აზრები, მაგალითად პოსტებს აზიარებდა რაღაც კონკრეტულ საკითხებზე და შემდეგ რამდენიმე თვეში სულ სხვა ტიპაჟი ყოფილა. თურმე პარტნიორის სანაცნობო წრის ცვლილებასთან ერთად გემოვნებაც შეცვლია. ეს არის social mirroring. სოციალური მიმბაძველობა, იგივე ქამელეონის ეფექტი. როდესაც ადამიანი ქვეცნობიერად ცხოვრების ჟესტებს პოზებს, მიმიკებს, მეტყველებას, მანერებს ითვისებს, რითიც ქმნის კავშირს ნდობასა და ურთიერთობას. რაღაც მომენტში ყველა ვცდილობთ საკუთარი თავი ქვეცნობიერად სხვა წრის თუ ადამიანის მაქსიმალურად შესაბამისი გავხადოთ, რომ მათთვის მოსაწონების შესამჩნევები გავხდეთ. ეს ნორმალური პროცესია, მთავარია ზღვაში. თავარია ზღვარი არ დაიკარგოს. ადამიანმა საკუთარი ინდივიდუალიზმი არ დაკარგოს და პრინციპები იმის მიხედვით არ ცვალოს, რა წრეში ხარ ან ვისთან. სამწუხაროდ მინახავს ასეთი
ადამიანებიც ვინც ფიქრობენ რომ ვიღაცას თუ არ მიემსგავსეთ, არ გაიზიარე მათი ჰობი, გემოვნება ბევრ საკითხში, წიგნები იქნება, ფილმები, მუსიკა თუ სხვა და შენი საკუთარი არ დათრგუნე, ისე მათ სიყვარულს ვერ დაიმსახურე. მოთხრობას კითხულობთ. კომენტარია ესეთი ჩვენი გარეთ ერთი ამბავი არის. საინტერესოა თქვენ თუ შეგიმჩნევიათ საკუთარ თავზე რომ რაღაც მომენტში იმდენად მოექცეთ რაიმე წრის ან პარტნიორის ზეგავლენის ქვეშ რომ უკვე საკუთარ მეს კარგავ. აი საკუთარი მე რო დამეკარგა ეგრე არა, მაგრამ რაღაც გავლენებში აუცილებლად ვექცევით. ეხლა რაღაცას შეიძლება რაღაც დაუნახო ბოტასი და მოგეწონოს და ვა მე მაგაი ბოტასია. თელი მოდის ინდუსტრია მაგაზე არის. ხო, ან რაღაც ფილმში რაღაცას ეცვას ისე რომ შენც მოგინდეს ეგეთი ჩაცმულობა ან ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა გავლენების ქვეშ სულ ვექცევით, მაგრამ ისე რომ ეგ ალბათ აი ძალიან თინეიჯერობაში და ახლა გაზრდობაში კიდე რო ეძებს შენ სტილს და არის საით მიაწყდა, შეიძლება იყოს ესე რომ უცებ აი მომწონს ემო სტილი თავიდან ბოლომდე ყველაფერში და ხონია ეგეთი რამე გამორჩეული გადახვევა შენ ცხოვრების განმავლობაში რომ ეს რადიკალურად შეიცვალე სტილი რაღაცის გამო. არა, ეგეთი რადიკალური არა. რადიკალური იყო ალბათ გრძელ თმს ვატარებდი და მე ერთბაშად გადავედი მოკლედ თითქმის გადახუტრაზე. ძალიან დაბალზე და მე გადავიხუტრე. აჰა. და ეგ არავის ზეგავლენა არ ყოფილა. არა, დავიღალე გრძელ თმები და ეხლა დაბანით დავიღალე. ხო, მართლა, ანუ თან მე რაღაც ქუდის დახურვაც პრობლემა იყო მოიხსნი და დატკეპნილი მქონდა ეს თმები და რა მოკლედ და ხო. მთელი ლოჯისტიკით დავიღალე და მე გადავიხუტრე და ეხებედნიერი ვარ. მე კროსფიტირაც დავიწყე, მაშინ შევიჯერე მოკლედ თმა. ხო, ეხლა პარტნიორის ზეგავლენა, ეხლა მე მაგალითად გამახსენდა ეგეთი, რომ შენ რაც გაგიცანი, ისე რაც აქტიურად შემოვიდა და აქამდე არ იყო ჩემს ცხოვრებაში, არის საათები, ჯიშოკები. არა, საათებს ხმარობდი ისედაც. ხო, ეგ უნდა მეთქვა ახლა, საათები მიყვარდა, უბრალოდ იმდენად ესეთი ვარ. კლამზი როგორ არის? ფეთხუმე. კლამზი არის. მოუხერხებელი? ხო, ბრავო. დაბდურა. ბანდალა თუ რაღაცა. დაბდურა. იძახშვენიერი ქართული სიტყვა. დაბდურა, კაი. რო აი სულ რაღაცას ვურტყავ ხელს, ყოველი გაკეთებით, რომ არ არსებობს. კიბეზე გორდები. კი, ანუ არ არსებობს საათის გაკეთების დროს არ დამივარდეს რა, ანუ ერთხელ დამივარდება და მეორედ ვიკეთებ მე. აფირო ძირს აგდებს საჭმელს და მე იქიდან ჭამს. ხო და აი გიომ მაპოვნინა ჩემი ისა სტილი რა, რომ აი ეს ჯიშოკი, კასიო, არაფერი არ მოზის, გინდა მიახეთქე, გინდა დააგდე, გინდა გადააგდე. ჯიშოკები მიყვარს მეც და თან ლამაზები არის რაღაც. ხო, და თან ისეთი აი ეხა ეს კონკრეტული საათიც ჩვეულებრივად მიკეთია კაბაზეც და ჩვეულებრივად მიკეთია ჰუდზე და სპორტულზე რა, ესეთი ის არის. ეს შემოვიდა აქტიურად, რაც შენ გაგიცანი. მიკეთე შენ აჩქარი საათი მიკეთია, სეიკო. ხო, ეს ძალიან მიყვარს. ხო, მოკლედ ზეგავლენა რა თქმა უნდა აქვს, ახლა ბევრი რაღაცა ახდენს ზეგავლენას, მაგრამ ისე რომ საკუთარი მე დაკარგო, აი მაგაზე ჩვენ არ გვექნება პასუხი. მანო ნახე რა თქმა უნდა ერთმანეთის ჩაცმულობაზე გავლენას ვახდენთ, იმიტომ რომ როცა რაღაც მიდივართ ან რაღაცას ერთმანეთს ვეკითხებით, რომ ეს ამაზე ჩავიცვა. ხო. და მეორე თუ იტყვის რომ ეშვიათად რომ დავიკიდოთ ეგ. ძალიან თუ არ გეზარება გამოცვლა. კი. მე არ მომწონს მაგალითად გიოყურებს ხოლმე ხშირად იმას. ვაიმე, რა ქვია იმას? უყურებ ხოლმე? შარვლებს რო უყურებ იმის. ველვეტის? ველვეტი, ხო, რა ქართულად როგორ არის ეგ? რა ველვეტია რა. ველვეტი შარვლებს და მე მეზიწყება და ამიტომ არ ყიდულობს. ზედა რო იყიდე ველვეტის, ეგ ველვეტია? ველვეტია, ხო. არა, არ იყიდო, მაგრამ მაინც ვიყიდე და მე ეძახდი რა, კაი რაღაცა მეც მინდაო, ეხა იძახი. არა, ეგ აი ისეთი აგრესია მაქვს იმის მიმართ, შარვლების მიმართ რა. ერთ დღესაც ვიპოვნე ისეც მე რომ მინდა. ეხა ესეთი ველვეტი ჯერაც მიპოვნია, რა ძალიან მომინდა და ეს უნდა რაღაცა შარვალი მინდა. ხო. კარგი, შემდეგი კომენტარი. არსენალი და მახათა სხვადასხვაა, აი. ეს ხო. ხო. არსენალი სიტი? არსენიო ჰოლი. არსენიო ჰოლი, არსენ ვენგერი. არსენ მარაბდელი. ტბილო. ვარსკენ ბიდი ახში. მიდით გაგძელე კომენტარი. გარო არ გონდა. დოდო
აი ეს როგორ ვკითხულობ, დოდო კრეატივ თუ დოდო კრეატივ. ჯაფარას ზოდიაქო მაინტერესებს, ისე მგავს რასაც ყვება, ეჭვი მაქვს ვირთხა ჰოროსკოპით თუ ზოდიაქო რაცაა, მაგრამ თვეც მაინტერესებს, რატომღაც გვანცასით საინტერესოა, რა თქმა უნდა, გული დაუთმეთ 20 წუთი ამ თემას, თუნდაც იღადავეთ. 20 ბევრია. ხო. 20 ბევრია ჯერთ, იმიტომ რომ არ ვიცით ეს თემა კარგად. ხო, ეს ძალიან კარგად არ მესმის. ვერ გავშლით. ჩვენ შეგვიძლია გავშალოთ მიმართულებით ზოგადად ჯერა თუ არა ამისი და შემდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გაშლა შეგვიძლია. მაგრამ მე ვარ ვებხვი და სუფრის გაშლა. კარგი ხარ. აუ ლოგინის ამტახა პლანშეტის გაშლა რა ლეპტოპის გაშლა გახსენილი კაი всё რა მოსმოდა ზოგადად ზოდიაქოთი რა ხარ ვებხვი და თვითგურო მე ვარ თხისრქა და მამლის წელში ვარ დაბადებული კიანები ვართ ორივე ხო ეგრე გამოვიდა ხო, არ ვიცი ეს რაზე მეტყოლებს, ხშირად ყოფილა ეგეთი რაღაცა, რომ ვიღაცას რო უკითხავს, რომ აი ზოდიაქოთი რა ხარ და თხისრქა რომ მithქვამს, ოჰოჰოჰო, აი ესეთი პასუხი აქვს ხოლმე. ხო და ეს გეგონება რამეს ნიშნავს, ხო თხისრქა რო ხარ? ხო და ბევრისთვის ნიშნავს და ნუ ახლა დავაკნინებთ ამ იმას. ბევრს. მიმართულებას. ბატა ესეთი არის. კროსფიტზე და ზოგადად ფიტნესზე, ასევე მავნეჩვეების გადაგდებაზე და ჯანსაღი ამბების განხრით პირადი გამოცდილებიდან დეტალების მოსმენა გაასწორებდა. წარმატებები მუსკულებს. მადლობა პირველ რიგში. მადლობა. ხო, დიდი თემა არის, ყველაფერზე ერთად ვერ გავცემთ პასუხს. ხო, მავნეჩვეების გადაგდებაზე. კროსფიტზე პერიოდულად ვისაუბრებთ ხოლმე, შევეხებით ამას, რომ სულ რო ვარჯიში არ იყოს და ვარჯიშზე ტვინი რო არ ბურღოთ. ხო. რაც ისე არ გამოგვივიდეს ხადაგებასავით, ამიტომ ცოტა შევეხებით ხოლმე. მაგრამ შევეხებით აუცილებლად და შეიძლება მავნეჩვევა გაქვს გადაგდებული, რითიც ამაყობ. რითიც ვამაყობ, შაურმაზე ვთქვი უარი. სიგარეტის გადაგდება უფრო ის არ იყო? ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, მოისაც დავამთავრო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ის იყო კერძი, რა ვიცი, კერძი თუ შეიძლება დავარქვათ მაგას. და აგერ უკვე 3 წელია არ მიჯამია. კარგია. სიგარეტი სიგარეტი ფუძნელი გადასაგდება. მაგრამ იცი არის სიგარეტი წეველი არ ვიყავ ფაქტობრივად არ ვეწეოდი ახლა მე ისე რომ აი ხო მაგას რაღაცა ის დაარქვა რა რაღაცა 3 თვე რო არ მოწევ მე ერთხელ მოწევ მე კიდე 4 თვე არ მოწევ მე 1 თვე მოწევ მე 2 თვე არ მოწევ აი ხა ესე აი რაღაცა ხო თან რაღაცა ერთი კოლოფს რო ვიყიდიდი ერთი კვირა მყოფნი და ეს ერთი კოლოფი და ანუ დიდი ძალისხმევა არც დამჭირვებია მაგის გადაგდებაზე რა და დიდ მშობას არ მაქვს. შაურმას გადაგდებაზე უფრო დიდი ძალისხმევა დაგჭირდა. ხო. ჩემთვის ყვება უფრო რთულია ყოველთვის რა, ყვების კონტროლი, მაგრამ აი იმდენი რაღაცა ვისწავლე ახლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ნუ ჯერ ერთი ხო 12 წელია ალბათ ვსწავლობ. ნუტრიციოლოგიას და ყველაფერს. არა, ყვების უნარჩვების შესვლაც ძალიან ძნელია. ხო, ახლა თან ჩვენ გვიყვარს აი კარგად ჩაუჯდები რამე ფილმს და უყურებ და მაგ დროს ჭამა განსაკუთრებით გვიყვარს და ამ დროს ძნელია რომ თან აკონტროლო ესა, მაგრამ ნუ აინც ვახერხებთ რა. ხო. და ალბათ ყველაფერს თუ დააბალანსებ ნელ-ნელა ეს არ ხდება ერთ დღეს, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და შანსი არ არის რა, რომ აი ორშაბათიდან ყველაფერს ვიზამ, ვერაფერს ვერ იზამ, იმიტომ ხო, აი სიგარეტი ესე გადავაგდე ერთ დღეს და აი ყვება ძნელია, ყვება უფრო ძნელია მართლა. ყვება უფრო ძნელია, ხო. თან აი ეხლა სხვა რაღაცებიც არის სხვათა შორის, არა მარტო შაურმა. ბოდიში დავამთავრო, ბარემ აი deep fried რასაც ეძახიან რა, deep ზეთში შემწვარი. ზეთში ჩაყურღუმალავებული კი არა, როგორ არის. ხო, აი მადუღებულ ზეთში რასაც აგდებენ, ხო. აი KFC მაგალითად. ზეთში ჩაწობით შემწვარი. ხო, დონატები, აი ეგეთი რაღაცები ყველაფერი ამოღებული გვაქვს, აგერ უკვე რაღაცა 1 წელია. ხო. მეტი ცოტა. კი. ზეთს ზოგადად მინიმალური რაოდენობით ხმარობთ, აი დღეში ზუსტად 1 ჩაისკოს ხმარობთ ორივე. ხო, 20 კვერცხს ვწვალთ ხოლმე დაფაზე ბევრს, მაინც 1 ჩაისკოს ზეთი, ზეითუნის ზეთი.
ზეითუნისთან. ზეითუნის extra virgin. ხო, შესაძლოა კაი მახსოვს შენის დააფიქსირე, რომ ბევრად ძვირიღებს რაღაცა, რამდენი რაღაც პატარა ბოთლი რამდენი აღირს. 20 და რაღაცა ლარი არის. ხო. მაგრამ სამაგეროთ ერთ ჩაის კოვს ხმარობთ დღეში, ანუ რაღაც თვეზე მეტი გვეყო ერთი ბოთლი. არა, რა კიდე მეტი, ორი თვე. კიდე მეტი. ხო, ასე რომ ვინც ზეთს აქტიურად ხმარობთ, რომ გადათვალო. ხო. ანუ ეხლა ესეც თუ ისე ზეთივით იხმარე კი, მაგრამ ანუ არ არის საჭირო რეალურად დაფიქსირება მართლა, აი 8 კვერცხს წვავ ერთ ჩაის კოვს ზეითუნის ზეთში. თორე ტაფა დაასველო ზეთით, ანაც სპრეით მოასხან რაღაც. მოკლედ ესე არის და სხვა მომნეჩვეები რა ვიცი რა. ხო, CrossFit-ს რაც შეეხება, ამაზე გაუთავებლად შემიძლია ლაპარაკი, ამიტომ ეხლა რომ დავიწყო მაგაზე ლაპარაკი, ვერასდროს ვერ დავამთავრებ. CrossFit-ზე მოკლედ ეხლა შეიძლება მე კიდე ბევრჯერ ვიტყვით ხოლმე, იმიტომ რომ CrossFit-ზე ბევრს ლაპარაკობთ ისედაც და ყველას ტვინი გაუბურღათ უკვე, მაგრამ CrossFit არის მოკლედ ძალიან რთული არის, მაგრამ ასეთი კარგი შედეგი თან ასეთ მოკლე დროში, ანუ ერთია რომ შედეგი სულ რო გრძელვადიანის პერსპექტივაში მოეცა, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ თან ასეთ მოკლე დროში, აი 2 თვე ჯამში არ არის, რაც დავიწყე, აი რო აიღო ვარჯიში, კვირაში 3 ვარჯიში, რამდენიც მე ვარჯიშია, კვირაში 3-ზე რო გადაამრავლო, 2 თვე არ გამოვა. ხო. და ის იმ ხელისუფლებებს ვატყობ ჩემ თავზე, რომ აი რაღაც წოლობით რომ მივარჯიში, ამ ხელა ის ამ მქონია რა, მოკლედ სწორ ტრენერთან, მწოდნე მწვრთნელთან თუ ივლით და დაუჯერებთ და ივარჯიშებთ და კვებასაც მიახმართ, ძალიან მაგარ შედეგებზე გავხვალთ. ეს შედეგები არის კუნთის მასის მატება, გამძლეობის მომატება, ჯანი, რასაც ქვია ქართულად, აი ჯანი გემატება და ამას ცხოვრებაში გძნობ. ჩვენ გირჩევთ კვაშოსთან. კი, ჩვენი უდიდესი რეკომენდაცია. ხო, იმიტომ რომ მართლა ეს ვისაც აკეთებს ფაქტი, ხო, ირაკლი კვაშილავა, იმიტომ რომ ფაქტია, ხო, ჩვენ თავზე გამოვცადეთ, რომ შედეგი დაიდო და კი, ყველანაირად, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური, ისე ვიზუალური, მოკლედ აი. თან ჩემთვის ახლა კიდე მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი თან გიხსნის, რა გეუბნება რომ ეს უნდა გააკეთო, თან გიხსნის რომ ეს რატო უნდა ქნა და რა შედეგს მოგცემს და როგორ რატო იწო შენს ცვლილებებს და ეს რო გესმის მე რო აკეთებ კიდე უფრო სწორად აკეთებ და მოკლედ CrossFit-ი კარგი არის და ყველას გირჩევთ. რაც უფრო მეტი იქნება. მავნეჩვეები, ხო, გეთანხმები, საკვების გადაგდება ბევრად ძნელია. მაგრამ სიგარეტი იყო რომ აი ეს ერთ დღესაც მოვიქნიე და გადავაგდე და ბოდიში გამახსენდა კიდე ალკოჰოლი. ალკოჰოლიც ხო. მაგრამ ალკოჰოლი უფრო თავისით მოხდა. აი დროთა განმავლობაში მივედით იქამდე რომ სიამოვნების და რა ვთქვათ ზიანის ის რომ დავინახეთ რომ ნაბახუსები მერე რაც გავლენა აქვს შენ წონაზე, ფიზიკურ ფორმაზე, იმაზე მივხვდით რომ უბრალოდ თავისით გადავაგდეთ. ასაკმაც მოიტანა ეგ. ეს იმას ნიშნავს რომ ვსვავთ ხოლმე და მეგობრებთან ერთად რო ვიკრიბებით ყოველთვის ჩვენც ვწრუბავთ, მაგრამ აი დათრობა, კაი ხანია მე წლებია მე მგონი ვარ დამთვალო რა. ხო, რასაც მე მძიმე ნაბახუსები მოყვება. კი. მოკლედ კაი, შემდეგი. ძალიან მიხარია თქვენი პოდკასტის ყურება, მაინტერესებს ანიმეებთან დაკავშირებით რა აზრის ხართ. დავით გოშაძე. ეს არის ჩემი მამიდაშვილი. მოკითხვა. ანიმეებს მე არ ვუყურებ და ამიტომ ერენაირი აზრი ვერ მაქვს. ანიმაცია მიყვარს, მაგრამ აი არ ვიცი, ანიმე რატომღაც ვერასდროს ვერ ხო და ეხლა შევიყვარე, ვერ დავიწყე, ვერ ჩამithრია. ეხლა ერთს გეტყვი რა, მე მაქვს ნანახი Spirited Away მაქვს ნანახი. ვიცი, ითვლება რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარია, ხო? ძალიან მაგარია. Grave of the Fireflies მაქვს ნანახი. და ასევე ძალიან მაგარია და Witcher-ი მაქვს, Nightmare of the Wolf მაქვს ნანახი. და სამივე რაც ვნახე ძალიან მომეწონა ის სასწაული არის რა. აი ვერ აღწერ ხა ესე ძნელია ძალიან გადმოცემა როგორ მომეწონა. მაგრამ აი რატომღაც მაინც აი რაღაცა შემხვდება ვიღაცა მეტყვის რომ აი ეს კარგია უყურე ანიმეს რა. აი მაინც ისეთი დამოკიდებულება მაქვს რა. აი მეზარება არ მინდა რაღაც. არ ვიცი რატო. აი რაც ვნახე გამოცდილება ცუდი არ მქონია ანიმესთან დაკავშირებით და რასაც უყურე ძალიან მომეწონა.
ხო, მეც აი ესეთი მგონია რომ ტყუილა არ ყავს ამ ხელა ასეთი გულშემატკივრები და ასეთი მოყვარულები, ვიცი როგორ თავდადებული ისინი ყავს ფანები და დარწმუნებულია რომ ჩაუждე, გავერკვიო კარგად და დავამოღამო, მე მეც ფანი გავხდება, მგონია რომ დარწმუნებული ვარ რომ აი მოღამს დაუჭერე. კი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მაგრამ ყოველთვის აი სამდენჯერაც მივიდა მაგამდე დამეზარე. ძალიან დიდი ფილოსოფია დევს როგორც წესი. მერზე უყურებ. იაპონური ყველაფერი ხარისხიანია. და რა ვიცი, თუ გვირჩევთ რაღაცას 1-2-ს იქნებ ჩაუჯდათ. შეიძლება. და შენ ჯერ ამას ჩაუჯექი მაშინ მე რაც მაგრამ ნახე და. ხო, აი თუნდაც პირითადები, შენც გითხოვს რომ ნახეო და. კი. ხო, ეს ამბავი ესე არის მოკლედ. კარგი. ჯორჯ 27A. არადა თეთრი როკი ცუდად მართლა არ ჩანს. აი ესა. ხო, სხვადასხვის 1-2 ჯერ კი გავაპროტესტე რაღაცა. ერთ-ერთი შეიძლება აი ზომა შევცვალო, ცოტა გავადიდო. თორე ესე შავთეთრი, ჯერთი თვითონ პოსტერი შავთეთრია. ხო. ორიგინალი. ხო და მეც მომწონს, მადლობა. ინა გოგელაშვილი 2491. ბუღალტერზე გამოგეხმაურებით. ყველაზე დიდი ტყუილია, როცა მენეჯერი გეუბნებათ, რომ ბუღალტრისთვის გადაცემულია. ბუღალტრის თითოეული გადარიცხვა ძირითადად გადის რამდენიმე ადამიანის ავტორიზაციას და არ არის დამოკიდებული მის ცისტრაფეზე. წარმატებას გისურვებთ, ძალიან მომწონხართ. ხო, ეს გამოხმაურება იმაზე იყო, რომ ბუღალტრები რო არის ცხოვრებაზე, ნერვები გვეშლებაო. ხო, ანუ მენეჯერის ბრალი ყოფილა. ბევრი კომენტარი იყო ეგეთი, რომ მენეჯერის ბრალია. ძირს მენეჯერები. აი, ეხა ბოროტი მენეჯერების. ამ ეპიზოდიდან მენეჯერებს დავარტყათ, მენეჯერების პროფესია. მე ეხა მენეჯერებით დავიწერე კომენტარი. ხო. მოგეთ, ვისი ბრალიც არის, რომ ფულის ჩარიცხვა გვიანებს ძირს. ეგეთი პროფესია. კი. მოგეთ, ეს იყო ჩვენი რამდენიმე კომენტარი. კი ბატონო, მადლობა ყველას კომენტარებისთვის. კიდე ბევრი კომენტარი იყო, მაგრამ ნუ ყველას რო დავიწყოთ ხომ ეკითხვა ის არის დავშევაწყენ. ხო, ანუ ვეცადე ისეთები ამერჩია, რაზეც აი პასუხი ის იქნებოდა რა საჭირო და ყველას ვკითხულობთ, ვცდილობთ რომ ყველას პასუხი გავცდეთ და გავცეთ და მადლობა დიდი. სხვადასხვა სამი ეპიზოდი ნეგატიური იყო მარტო ერთი. ხო. უტაქტო და უზდელური. და კიდე არის რომ ყველა ჩვენ ეპიზოდს ყავს ერთი dislikes ვინც უწევს. კი, ერთი ჰეიტერი ყავს. ერთი თავდა dedicated როგორ არის თავდადებული ჰეიტერი ყავს, რომელსაც არის ზარება რომ შემოდის მასში. შეიძლება ყველა ეპიზოდი თითო კაც იყავს, არ ვიცი. ხო. ეს იქ არ ჩანს ვიდეოზე, მე ანალიტიკში ჩანს რომ რაღაცა dislikes. უარყოფით კომენტარს რაც შეეხება, გავილანძღეთ რა. ალბათ ბუღალტრები იყვნენ ინტერვიუში ზედმეტი მოგვივიდა ბუღალტრებზე, ხო და dislikes გვიწერენ და შეიძლება ხო და თუ ეხა ამ ეპიზოდს არც ერთი არ ქონდა, ხო, ამ ეპიზოდს არც ერთი არ ქონდა, ესე იგი ბუღალტერი იყო. ბოდიში მოვიხდი, მეც წარეთ მომატყუეს. ხო. კაი, უკვე კამერიდან მატყობინებენ, რომ ისიც თავდება, რა ქვია. ხო. ადგილი მეხსევის ბარათზე და ბატარეაც. ხო. მოდი რჩევებზე გადავიდეთ. რჩევები დაგვჭირ, უცებ. სწრაფად ჩამოთვალოთ რჩევები. თქვა? მიდი დაწყე. ესე იგი, დღეს მინდა გირჩიოთ ახალგაზრდა ქართველი ავტორის წერლის მოთხრობა, ნოველა, ალბათ. ნიკოლოზ ცისკარიშვილის ცეცხლის წამკიდებელი. შენ წაიკითხე? არა. ხო. ძალიან ისეთია რაღაცა, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან მომეწონა. არის სინდისის ქენჯნაზე, დანაშაულის გრძნობაზე, უფრო ესეთია ფსიქოლოგიურია და ცოტა სპეციფიკურია, არ ვარ დარწმუნებული რომ ყველას მოეწონება. ხო. მაგრამ აი მინდა რომ მაინც ურჩიო რა ჩვენს მაყურებელს და სცადეთ აბა, იქნებ მოგეწონათ, იმიტომ რომ ცოტა გაიყო ორად რა, ვისაც ურჩიე, ზოგს ძალიან მოეწონა და ზოგმა ვერ წაიკითხა საერთოდ. კარგი. ხო, ეს ამონახტა, ხო. ჩემი რჩევა იქნება ცხოვრებისეული. ერთ ისტორიას მოვაყოლებ, ეს რჩევა არის ესეთი, რომ რაღაცა რთული საქმე რო გაქვს წინ, ეგ საქმე არ დაგეგმო, მაშინ როცა ხარ დაღლილი. ხო. დაისვენე და მერე დაგეგმე. ანუ ესე კი არ თქვა, ხო, მაგას აკეთებელი და მოდი ესე ვიზავ და მერე ხო, ანუ ჯობია კარგად დაისვენო და დასვენებულ გონებაზე დაგეგმო და მერე გააკეთო. ეხლა რატო? მაგის ფოტოებსაც დავაყენე. დღეს თელი პოდკასტი საყურებელია, რაღაც ფოტოებს ვანათებთ. ხო. ერთი ადგილიდან უნდა გადამეტანა ინტერნეტის მოდემი, თავისი იმით, რა ქვია, სილკის ყუთით და ყველაფრით, სადაც მქონდა კუთხეში მოკუჩებული.
ოთახის მეორე ბოლოში და გამოვიძახე სილკის ხალხი და მანამდე დავგეგმე რომ იქიდან კაბელიო შემოა, აი აქ დავაყენებ თაროზე თქო და დავამაგრე თარო, წავედი მაღაზიაში, ასაწყობი თარო ვიყიდე, ავაწყე, ამაზე 1-2 საათი კიდე წავიდე, სადაც ამის ჭანჭიკები, შმანჭიკები და რაღაცები გავაკეთე და ავაწყე და მივამაგრე. და რო ტელევიზორთან ახლოს ტელევიზორიც გადავიტანეთ და მე ველოდებოდი ხალხს ინტერნეტ პროვაიდერის ხალხი რომ მოსულიყო და შეეცვალათ დენი ისა ინტერნეტი მე მივხვდით რომ კი მაგრამ აქ რატომ მოვყავს ეგრე კარებთანვე გავაკეთოთ სადაც დავკიდებთ და იქიდან უფრო ადვილად განაწილდება ოთახში და ეს ხალხი რომ მოვიდა უთხრე რომ კაი ეს თარო აღარ გვინდა და იქ კარებთან დაკიდეთ თქო და გავაკეთებინე ისე რომ იქ კარებთან დაამაგრეს ცოტა ხანი იყოს ჩამოკონციალებული დებილურად ეს კაბელები და თვითონ მოდემი რომ ინტერნეტის შემოვა კაბელზე კიდია ეს იდიოტურად და წავედი მე ისევ მაღაზიაში სხვანაირი თარო ვიყიდე პატარა ის ავაწყე ის მივამაგრე და ის რომ მივამაგრე და იქ გავდი მე მივხვდი რომ მე გამახსენდა ის მიზეზი რატომაც ეს აქ გავკიდეთ ეს თარო რომ კიდე დამატებით კაბელები ტელევიზორამდე ვერ მოვიდოდა და მე მივხვდი რომ ისევ აქ ჯობდა გაკეთება და მოკლედ ეს ახლა ორი თარო გვაქვს და ეს ტყუილა არის და იქ ინტერნეტია და იქიდან ახლა კიდე ერთი კაბელი არის ტელევიზორამდე გამოსაყვანი და ამიტომ ესო დამეგეგმა დასვენებულზე მე ისიც კი გამახსენდებოდა რატო დავგეგმე აქ ორი მიზეზი იყო და ერთი დამოვიწყდა და ამიტომ გადავიტანე და მოკლედ დაისვენეთ და მე დაგეგმეთ რთული საქმების კეთება ამაზე გაირჩევა რა გინდა მე მგონი საჭკაობ შენ საჭკაობა იყო ესე დაგეგმა წესიერ დამეგეგმა ერთ თავს ვიყიდით ნაკლებ ფულს დავხარჯავდი და სწორად გიდას იდგმებოდა მოდემი ახლა მე სამაგიეროდ ახლა მე მომწონს ეს ხო ახლა რაღაცები დავალაგეთ პოპები პოპები კარგი დავამშვიდობოთ მაყურებელს ჩვენ კამერაც დავასვენოთ ხო ბოლი ასდის უკვე მადლობა რომ გიყურებდით ძალიან გვიყვარხართ ყველა ვინც ბოლომდე რჩებით ხოლმე ჩვენთან ერთად გამოიწერეთ არხი გთხოვთ ვიდეო დალაიქეთ და შევხვდებით ერთ კვირაში დროებით